მოგესალმებით, ჩვენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. გამარჯობა ნინო. გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ ეხლა ერთად უნდა ჩავწეროთ პოდკასტი, ვისაუბროთ ბევრ თემაზე და როგორც თქვი, შენ რაღაც ესე თქვა დასაწყისი გაქვს შენებურად მომზადებული და მოკლედ გადმოგცემ როდესაც და მოედანსაც. მართლა იმდენი თემა დამიგროვდა სასაუბრო, რომ ალბათ მოვასწრებთ ყველაფერს. კი, ყველაფერს მოვასწრებთ, არსად არ გვიჩქარება და მივყვეთ. აი, ჩემი ძალიან მოკლედ რო გავიაროთ, ჩემი გზა. ძალიან მართლა ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა და აი ყველაფრის მართლა ძალიან მადლობელი ვარ. ბავშვობა, ესე იგი 63 წლის ვარ და ახლა წარმოიდგინე დავიბადე 1962 წელს და კომუნისტების პერიოდი. და აი არანაირი სულიერების ნასახი არ იყო და სულ ჯერ ბავშვობაში შევეხო, რომ ბავშვობაში სულ შეგრძნება მქონდა, სანამ სულიერებამდე მივედი, ხო, ჯერ ბავშვობა. არ ვიცი ეს საიდან იყო, რომ აქ რა მინდა. ამ პლანეტაზე რა მინდა, აქ რატო ვარ, ვინ არის ეს ადამიანი, რა უნდა, როგორია, რა სამყარო აქვს ადამიანს, რა ფუნქცია აქვს, რა დანიშნულება. ეგზისტენციალური აი, პატარაობიდან, რატომღაც არ ვიცი, ეს მქონდა სულ და სულ ვაკვირდებოდი ადამიანებს და მიკვირდა, რომ რატო არ უყვართ ერთმანეთი. როგორ შეიძლება რომ არ გიყვარდეს? ეს სულ მიკვირდა და მთელი წელი ველოდებოდი ახალ წელს 12 საათს. იმიტომ რომ აი 12 საათი რო დახკრავდა, ყველა ისე ეხუტებოდა ერთმანეთს და ისე ულოცავდა. და გრძნობდი რომ აი ეს უნდა იყოს მთელი წელი. ხო. ის 12 საათი. რომელიც მე მალე იკარგება, რომ მაშინ ხო ყველას ყველა უყვარს და აი საერთოდ არ ახსოვს რაღაც ისინი, ხო? ზუსტად. და მაგრამ ეს იყო მხოლოდ 5 წუთი. მე იყო ჩვეულებრივი ცხოვრება და მოკლედ სულ მაინტერესებდა, რომ აი ყველანაირი ადამიანი იქ რო გავიდოდი ქუჩაში და ის ჩვენ დროს იყო, ეხლა ქართველი მეეზოვეებიც არიან და მაშინ იყვნენ სულ იეზიდი მეეზოვეები, ისინი ასუფთავებდნენ ქუჩას და აი ისინიც ჩემთვის ისეთი ძვირფასი იყო, რომ აი გვისუფთავებენ ქუჩას. ვიღაცა იქ რაღაცა გაიჭედება კანალიზაცია, რაღაც ხელოსანი მოვა და თეთა რა კარგია რომ ის იმას აკეთებს. ის რა ყველას აბსოლუტურად და ყველა მინდოდა რომ ყველა ადამიანი მინდოდა რომ დამელოცა რომ შენ აი რა კარგია რომ ეგეთი ხარ, როგორიც ხარ. ეს არ ვიცი, აი ბავშვობიდან მქონდა. და ყველას რაც შენიანად გძნობდი ხო თითქოს. აბსოლუტურად, რომ ერთნი ვართ ჩვენ, როგორ შეიძლება რამე გასაყოფი ქონდეს? ერთნი ვართ. ეს არ ვიცი ეს მართლა საიდან მქონდა, მე არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მქონდა და ამის წინ სულ რამდენიმე თვის წინ მოვისმინე უბრალოდ ის ვიდეო იყო ის ფრანგი ფილოსოფოსის საოცარი ესეთი სულ 10 წუთიანი ის მინდა მე ჩემ YouTube არხზეც დავდო ესე ქვია ტექსტი ესეთი დალოცვის სადა ხელოვნება და საოცარი ტექსტია დალოცვაზე რომ დალოცეთ ყველაო აი დილა რო თენდება უკვე დილა სავსეა იმ ხელას იკეთითო მაგრამ თქვენ თუ თქვენი შინაგანი სამყაროს სიღრმეებიდან უხილავი წყაროდან არა მოიტანთ ამ დალოცვასო ამ სიკეთეს ვერც დაინახავთო და დალოცეთ ყველაო დალოცვა შენ როგორ გესმის რომ აი კარგი უსულო და კარგი უსულო ხო რომ აი და იქ პირდაპირ არის ჩამოთვლილი დალოცეთ ქუჩაში ყველა ვინ შეგხვდებათო დალოცეთ თქვენი ქალაქის მართველი პოლიციელი მღვდელი მეძავი ავადმყოფოს რო ჩაულით ავადმყოფი და უსურვეთ სიკეთე იქ ციხეში რო ჩაულით მედიტაციასაც გავს ნიკარაზეც საუბარს, რომ ყველას უგზავნი სიყვარულს, ვინც არ უნდა იყოს. ხო, აქ არის დალოცვაზე საუბარი და აბსოლუტურად და ეს ყველაფერი და ბოლოს საკუთარი თავი, საოცარი ტექსტია და ეხა ეს რო წავიკითხე, თუ მოვისმინე უბრალოდ YouTube-ზე, ცრემლები წამომივიდა, იმიტომ რომ გამახსენდა ის ჩემი შინაგანი მდგომარეობა, რომ ეს მინდოდა რომ ყველა დამელოცა. და იქ თქვათ ვიღაცა ქურცაც თუ ავაზაკსაც რო გავიგებდი ვიღაცა რაღაცას ჩაიდინა, ხა გაიგებ, აბა არ გაიგებს, ტელევიზორში სულ ეგ არის, ხო? მაინტერესებდა რა მიიყვანა აქამდე, ის კი არ მაინტერესებდა რა ქნა და
დედა ეს რა ჩაიდინა. მაშინ ფსიქოლოგია სად ვიცოდი ან კომუნისტების დროს საერთოდ ფსიქოთერაპია სად იყო. რაღაცა ის ხსენებაშიც არ იყო, ხო? მაგრამ მაინტერესებდა როგორ შეიძლება ადამიანი აქამდე მივიდეს, რომ ან ვიღაცას მოპაროს, ან მოკლას ვიღაცა ან ადამიანები მოკლას. და აი შინაგანი სამყარო მაინტერესებდა. ყოველთვის ეს დღემდე არ ეხლა კიდე უფრო მაინტერესებს. ხო და ეთყობა რაღაცა ბავშვობიდან ჩანს ვის რა პროფესიისკენ აქვს, ხო მიდრეკილება მე უკვე კლასში ყველა თავის საიდუმლოებებს მე მიყვებოდა და რატომღაც არ ვიცი, აი უკვე ჩანდა ეს ნიჭი, რომ მქონდა აშკარად ეს კომუნიკაციის ნიჭი, რაღაც ჩაღრმავების, გამოკვლევის და აი რაც ჩვენ ძალიან უკვე გვაშორებს ბავშვობასთან ბავშვს რა აქვს მთავარი ჩვენგან განსხვავებით გაკვირვების უნარი ყველაფერი უყვირს ყველაფერს ათვალიერებს გემოსაც გაუსინჯავს იქ გამოდმოატრიალებს ყველაფერი ფოთოლი ყველაფერი ხო და მე ამას ვკარგავთ მე აღარაფერი არ გვიყვირს ხო და რამხელა ბედნიერებას ვკარგავთ რამხელას ეს ბაგარის საოცარი იმიტომ რომ ბოლო აი ამ ერთ კვირაში მობოდიში ორ კვირაში რამოდენიმე ადამიანთან მობიწია მაგ გაკვირვების ამბავზე საუბარი რომ გიკვირს ეგ ცალკე რაღაც უნდა შეგეძლოს აი ეს რომ გაკვირვება რომ ვარა მაგ აი ხო ძალიან ბავშვური თვისება არის ბავშვს უნდა დააკვირდა და ისწავლა იმისგან ხო ნამდვილად მე მაგას კიდე შინაგანი ბავშვის თემას მე გავშლი მაგრამ ეხა მივყვეთ ამ კი ბატონო ცხოვრების ამბავს და ნუ მე ცოტა წამოვიზარდე და ხედავ რომ საოცარი სურვილი მაქვს რომ გავიცნო ვინ შექმნა ეს ქვეყანა ღმერთიც რა ვიცოდი ახლა ჯერ მაგრამ ხვდებოდი რომ რაღაცა არსებობს ეგ ხარ ამდენი წლის ხარ მაგ არ მახსოვს მაგრამ აი ზოგადად ხვები და ნუ მე უკვე უფროს კლასებში უკვე ნუ ეს ღმერთის ძიება დავიწყე არაფერი ლიტერატურა არ იყო სახარებაც კი გადაქსეროქსებული და ჩვენი ხელით აკინძული გქონდა არაფერი არ იყო მოკლედ არც ინტერნეტი არც ლიტერატურა არაფერი და სხვათა შორის მაშინ არ მახსოვს ეს ბოლო კლასებში ვიყავი თუ სტუდენტი ვიყავი შემთხვევით ჩამივარდა ხელში რერიხის ნახატები მე მგონი რაღაც ჟურნალში იყო და ნუ ეს იყო ისეთი სულიერი საზრდო კი საოცრება და მე უკვე რომ ეხლა უკვე საკვებია სულისთვის მართლა საოცარი და მაშინ რა ვიცოდით ეს მე რაღაცები წავიკითხე რაღაც ჟურნალი ვიშოვე სადაც რაღაცები ეწერა აი ესე ვეძებდით რაღაც ნაგლეჯებს და ნამცეცებს ადრეული ბავშვობიდან მოგიწია ძალიან იმიტომ მე ცოტა მე გავეცადი და ხო ძალიან ის შემთხვევით ჩამივარდა ხელში და მე უკვე ეხა ფსიქოთერაპევტი რო გავხდი და ეხა ვიყენებ ფსიქოთერაპიის დროს ჩემ კლიენტებთან ამ ნახატებს როგორც უდიდეს რესურს და სულიერ რესურს და ლექსსაც ვაწერიებს ღაპარსაც იმ ნახატებზე და ყველანაირად ვიყენებ მაგრამ მაშინ ახლა რა ვიცოდით საერთოდ ნიკოლოზ რერიხი ვინ იყო ან რა პიროვნება იყო ნუ აი ესე რაღაც ნამცეცებს ვეძებდით და აი სხვათა შორის მაშინ რომ მოხდა ეს თვითმფრინავის ბიჭები რო ხო აი ფაქტიურად ის ჩვენი თაობა ყველა იმ თვითმფრინავში ვიჯექით ფაქტიურად, იმიტომ რომ სასუნთქი ჰაერი არისო იმ კომუნისტების დროს. იმათ კი ეგონათ რომ იქ რაღაცას იპოვიდნენ, მაგრამ ჩვენ მაშინ არ ვიცოდით რომ ყველგან სადაც ხარ, ყველგან ყველაფრის პოვნა შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერი შენშია. ჩაიხედე შიგნით და თურმე შენშია მთელი სამყარო. ეს მაშინ ვინ იცოდა თავისუფლებას რომ ვეძებდით და წყურვილი რო იყო და რაღაცა სულიერებას, გვეგონა რომ აქ კი არა, იქ უნდა წახვიდე და ნუ სიმბოლურად მთელი თაობა იმ თვითმფრინავში ვიჯექით, უბრალოდ ისინი შეეწირენ ხო ამ ამბავს, მაგრამ ისე ვეძებდით ამ ყველაფერს. და მერე მოხდა ისე რომ ჩვენი პატრიარქი ილია მეორე აღსახტრება მოხდა და რაღაცა ნდობა გაჩნდა ეკლესიის მიმართ რომ აი რაღაცა მივიდეთ ვნახოთ წირვას დავესწროთ ქადაგება მოვისმინოთ და მე მახსოვს დრო რომ პატრიარქის ქადაგებაზე 10 კაცი ვიდექით 10 კაცი ეხლა რამდენი ხალხია და მაგ დროსად ხდებოდა სიონში მაშინ ხო დიდი სამებასად იყო არ სიონში და მაშინ ხუმრობდით ხოლმე რა რომ აი ეხლა ვინმე რომ მოინდომოს და შემოვიდეს და ესე იგი დახოცოს ხალხი ყველა მთელ საქართველოს მრევლს ესე იგი ერთად ხო იმიტომ ცოტანი ვიყავით ძალიან და საოცარი აღმაფრენა მოგცა ამან
ძალიან დიდი სიყვარული გაგვიჩნდა პატრიარქის მიმართ და ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ მე ჩემი შვილებიც რომ ეყოლა აი ის მძიმე პერიოდი ის 90-იანების ზუსტად აი ის ღირებულებები, ფასეულობები და სურო ტაძარში დამყავდა ვაზიარებდი ბავშვები პატარობიდან ახსარებას ამბობდნენ, აი ძალიან მომეხმარა რომ აი ეს ზნეობრივი ღერძი სწორად მიმეცა ჩემი შვილების ძალიან ზიარება ახსარ ყველაფერი და მოკლედ საოცარი ის იყო აი ისეთი სიხარული იყო სულიერ ვერ გადმოვცემ ახლა ამას რომ აი რაღაცას მივაგენით რომ აღარ გწყურია და როგორც დაეწაფები რაღაცა იმას ძალიან რო გწყურია და წყაროს რო იპოვი დავეწაფეთ ამ სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობდი ყველგან დავდიოდით ყველა იმ წმინდა ადგილებში ყველაფერი ეს იყო აი საოცარი იმედის სხივი რაღაც უკუნ ღამეში შემოიჭრა ეს სხივი და მე ადრე გავთხოვდი შვილები გამიჩნდა და მე თვითონ ვასწავლიდი საღვთოს ჯულს კარგ ახანს 10-15 წელი და იქ მე ჩემი მეთოდით შევიმუშავე რომ როგორ უნდა დაელაპარაკო ბავშვს ღმერთზე სიყვარულით და რომ არ უნდა დააშინო არც ეშმაკით და საერთოდ იმიტომ რომ შეიძლება მაგასაკში ისე ახსენო ეს ბოროტი ძალა ბევრს აქ ეს ტრავმა რომ მე მთელი ცხოვრებაში შიშები კონდეს და მე სყოლია ესეთი მოსულან ჩემთან რომ აი ბავშვობის რომ არასჯანსაღად მიაწოდეს და შეაშინეს ღმერთით მე მართლა არ მეძინა რელიგიის მასწავლებელი ისეთ ისტორიებს გვიყვება და საშინელებებს ხო და მე ჩემი მეთოდით სტატიაც დავწერე ჩემი მეთოდით ვიმუშავე როგორ დაველაპარაკოთ ბავშვებს ღმერთზე ისე რომ აი შეუყვარდეს და პირადი ურთიერთობა დაამყაროს მეთთან და თავისი კულტურა აქვს ბავშვს როგორ უნდა მიაწოდო ეგეთი კომპლექსური ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სიტყვა უნდა მოზომო რომ მიხვდეს რომ ღმერთის სიყვარულია და უყვარხარ როგორ მოახერხე შენ ეგ ანუ რა გზა გამონახე იმიტომ რომ ბევრი ვერ ახერხებს სულ მაგ სიყვარულზე ველაპარაკე აი წმინდათა ცხოვრებასაც თუ უყვებოდი სულ ამ კუთხით რომ იმას როგორ უყვარდა ღმერთი ღმერთს როგორ უყვარს ის და რომ ღმერთის სიყვარულია როგორ ვლინდება ეს სიყვარული და სულ ამ სიყვარულზე როგორ უყვარხარ ღმერთს და არანაირი დაგჯის ღმერთი ეგ საერთოდ არ მიხსენები ანეშმაკი რაღაც ჯოჯოხეთი და არანაირი და მე ეს სტატიაც კი დავწერე რომ სწორად როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ეს სულიერებაზე და ღმერთზე საუბარი და სხვაშორის ერთი უნდა გავიხსენო იქ იყო საკვირაო სკოლაში ვასწავლიდი საღვთოს ჯულს და ერთი 5 წლის ბიჭი მესწრებოდა ამ გაკვეთილზე. ხო და სვანი იყო ეს ბიჭი 5 წლის, ძალიან საყვარელი და მოუყევი ნიკოლოზობა იყო და მოუყევი წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება და აი ესეთი გაფართოებული თვალებით მიყურებს ეს ბიჭი და ნუ მივხვდი რომ შეძრა, რომ ამ ხელას იკეთეს, ყველას ეხმარებოდა, რაღაცა ესე მიყურებს და მასწავლებელო მეუნება. წმინდა ნიკოლოზი ქართველი იყო. არა მეთქი ქართველი არ იყო და არც სვანი? ვერ დაუშვა რომ აი ესეთი კეთილი არც სვანი როგორ შეიძლება რომ ქართველი არ იყოს და ხო და აი ეს შეიძლება რომ ისე მივაწოდოთ ეს ყველაფერი სულიერი თემები რომ შიში კი არ გამოიწვიოს სილაღე თავისუფლება სიყვარული აივსოს ამ ბავშვი უნდა აივსოს ამ რაღაც მადლით და სიყვარულით როცა ამ სულიერ თემებზე ლაპარაკებს ჩემი აზრით ძალიან გააჩნია ვინ აწოდებს ასევე ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ მე მახსოვს ის პერიოდი, როცა ასწავლიდნენ საღვთო ჯულს, ძალიან ბევრი სიკეთეც გაკეთა, მაგრამ ძალიან ბევრმა დააზიანა ბავშვები. იმიტომ არასწორად ასწავლიდნენ ამ თემებს. ხო, რა თქმა უნდა, თუ არის შესაბამისი კადრი და სწორად იქნება ეს ყველაფერი და ძალიან დიდი სიკეთეა, რომ ბავშვმა პატარაობიდანვე მიეჩვიოს, რომ პირადი ურთიერთობა კონდეს ღმერთთან და დაელაპარაკოს. ჩემი მეგობარია ერთი გოგო და ის მიყვებოდა თავის პატარა გოგოზე, რომ შევდივართო წირვაზეო. ისე თავსაფარს გაიკეთებსო, ჩემი გოგო, აიხედავსო ტაძარში მაღლა და ღმერთს ეუნებაო. ღმერთო, მე მოვედი, მე აქავარ. ისე აი ეს გვინდა. მეტი არაფერი. პირადი ურთიერთობა ღმერთთან, ხო? ღმერთო, მე მოვედი, მე აქავარ და თავსაფარი გაიკეთა. ხო და ეგ რაღაც მაინც ის არის ხოლმე რა არ არის ხშირი ესე. არ არის. ხალხს ეს პირადი ურთიერთობა არ არის ნამდვილად. არ არის ხშირი რა. კი, და მე ძალიან გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ხალხი დაიკარგა ტაძრიდან, იმიტომ რომ არ დახვდათ იქ განათლებული სასულიერო პირები სამწუხაროდ. ხო. ძალიან ცოტა იყო ასეთი. ძალიან ცოტა მე წლები ძალიან ბევრი ახლა ვეღარ დავდივარ ისე მაგრამ ერთი 30 წელი სულ მაქვს ეს გამოცდილება მეუფე დანიელია ჩემი მოძღვარი და მეუფე დანიელი განათლებული ადამიანია და სულ ვიკრიბებოდით ვარჩევდით ამ სახარებას ვკითხულობდით რაღაც სულიერ თემებს სულ ქონდა ეს ყველაფერი მაგრამ ყველა ასეთი არ იყო და აი
განათლებაა მთავარი. ეს რომ ყოფილიყო, აი რაღაცა ისე როგორც უნდა ყოფილიყო, ეს ხალხი ესე არ დაიფანტებოდა დაციდან. და ამ გაუნათლებლობამ, იცით, ერთი მომენტი ისიც არის, რომ ნახე იმდენად, ვისაც დიდი მრევლი ყავს, იმდენად იღლებიან მოძღვრები, მართლა ძალიან იღლებიან, რომ აღარაფრის თავი აღარ აქვთ. ძალიან დიდი ენერგია მიწევს. ძალიან დიდი, კი, ეს მესმის, ეს ყველაფერი ადამიანურია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული, თქვა სასულიერო აკადემიაში თუ სემინარიაში, რომ მანამ არ მისცენ უფლება, რომ დაიწყონ ხალხთან ურთიერთობა, სანამ აი რაღაც განათლების დონეს არ მიაღწევს ადამიანი და სულიერებაში ხო თავისთავად ეს ცალკე თემა, მაგრამ განათლებაც და აი ერთხელ რაღაც სიტუაციაში შემხვდა კათოლიკე მღვდელი და ვკითხე რომ მე როგორც ფსიქოლოგს უბრალოდ მაინტერესებდა რომ თქვენთან ფსიქოლოგია ისწავლება თქო საერთოდ რომ ამთავრებთ ამას ხო და არა თუ ისწავლებაო 3 წელი მარტო ფსიქოლოგიას ვსწავლობთო და ფაქტიურად პირად ფსიქოთერაპიას გავდივართო რომ მე ეს ჩვენი მოუნელებელი ტრამვები მრევლზე არ გადავიტანოთო და გაოგნებული დავრჩი ესე იგი ყველაზე სწორი მიდგომაა ეს ძალიან სწორი, იმიტომ რომ აი მე მქონია შემთხვევა ახალგაზრდა ხალინა კურთხმყუდელს დავლაპარაკები ვარ და რაღაცა მინდოდა რომ რაღაცა მე თქვა რომ აი საჭიროა რომ ცოტა მეტი წაიკითხოთ ფსიქოლოგიაზე, აი ვთქვათ ნევროზი რა არის, დეპრესია რა არის და აი აბსოლუტურად იმ კეთილი გულით მითხრა იმან რომ მე მაგის კითხვა რა თმინდაო ნევროზის დროს მეტანიებს დაუნიშნავ იმას ჯერა რომ ეს უშველის იმიტომ რომ არა აქვს განათლება ხო ყველა ფსიქოლოგი ხო არ არის ამიტომ ეს არა შეიძლება ნახეთ აი ბავშვობაში მაგასაც აი როგორც იმ ბავშვს არ მიეწოდეს აი ეს ღვთის ხატის სწორედ მაგ თაობასაც აი ბევრის გამსმენია იმიტომ რომ აი ძველი თაობები არ იყო ეგეთი ხშირი რომ ფსიქოთერაპიაზე ელოთ რაღაცა ის უცნაური რაღაც იყო მაგათთვის რომ რანაირად როგორ უნდა ვიარო მაგაზე აი შეიძლება ეგოზე ეხებოდათ აი ეგეც გონი აი ფორმის და მიწოდების ბრალი თორე არა მარტო ეკლესიას ზოგადად ნებისმიერ ინსტანციაში ჩემი აზრით ადამიანები უნდა სწავლობდნენ ფსიქოთერაპიას ბავშვობიდანვე და სკოლის ასაკიდანვე აუცილებლად ეკლესიაც ერთ-ერთი მათგანია უბრალოდ თორე სახელმწიფო დონეზეც ყველგან და ეგ რეალურად მოგვიტანს მყისიერ ცვლილებებს და არა რაღაც სხვა ისეთი ნამდვილად და ნახეთ მე რა მოყვება შედეგად ამ გაუნათლებლობას როცა არ არის საკმარისი განათლების დონე ადამიანი იკეტება ჩარჩოში მერე უკვე აშავთეთრებს სამყაროს რომ აი მარტო ჩვენ ვართ სწორი სხვას ყველას ეშლება მარტო მართლმადიდებლობა სხვების მიმართ შეუწყნარებლობა რაღაცა ჩარჩოში ჩაკეტვა მოქნილება საერთოდ იკარგება ხო ის არ წაიკითხო კინოში არ წახვიდე თეატრში უკვე ჩარჩოში და ეხა ცოტა მაინც განათლებული ადამიანი ვერავინ ვერ გაუძლებს ხო ამას წარმოუდგენელია ხო და ესე იკარგებოდა ხალხი ტაძრიდან და მე მესმის რატომაც მესმის და ეს იწვევს მე აი ამ შეუწყნარებლობას მიუღებლობას იკეტები ამ რაღაც გონია რომ მარტო აქ არის ჭეშმარიტება თუ რაღაცა შენ ხარ მარტო სწორი და სხვებს შეიძლება ზემოდან ყურება დაუწყო და ჯერ ვინ რა იცის ჭეშმარიტება ხო ის ჩვენ შიგნია ეს ყველაფერი ხო იქამდე უნდა მივიდეთ მარტო იქ სხვა არ გვეყოფა რომ და მე როცა გაუნათლებელია თუნდაც სასულიერო პირი თავისი ფიგურით ფარავს ქრისტეს ფიგურას ქრისტეს აძევებს ის ეფარება და მრევლი ვეღარ ხედავს ქრისტეს იმიტომ რომ ის რაღაც ჩარჩოში სვამს და ნუ მთელი ისინია მოკლედ აქ პრობლემები გეთანხმები ხო რომ იკარგება არსი იკარგება ფორმებში და არსია სიყვარული ხო და რჩება ფორმა საერთოდ სარწმუნოება როცა იღებს რაღაც ინსტიტუციის ფორმას იქ უკვე იკარგება ბევრი რაღაცა ეს უკვე საშიშია იმიტომ რომ რწმენა არანაირ ინსტიტუციაში არ ეტევა და რატომაც კაცობრიობა რა ეს არ არის ეხა ბოლო საუკუნის ეგ არის აი არა ესე განვითარდა არის ამის მაგალითები რომ შეიძლება ამ ინსტიტუციაში შენ შეინარჩუნო ის სიყვარული და არ დაფარო ქრისტეს ფიგურა და კონდეს ადგილი მამა გაბრიელი მე ეგ ბედნიერებაც მხვდა წილად რომ სანამ ცოცხალი იყო მამა გაბრიელი ბევრჯერ იმიტომ რომ ჩვენი მოძღვარი იქ მაშინ იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი და იქ ჩავდიოდით წირვაზე ეგეც შემთხვევით თორე რა ვიცოდით მაშინ რომ ესეთი დიდი იყო მამა გაბრიელი არავინ არ იცოდა თან სალოსობდა და ისა მერე კი მივხვდით ჩვენ რომ იქ დავიწყეთ სიარული და ესე იგი თურმე შეიძლება იმ ინსტიტუციაშიც ამ ხელა სიყვარული შეინარჩუნო და
ესე იგი, ამის აღწერა და სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რო გიყურებდა მამა გაბრიელი, შენ რას გძნობდი გულში. ხო. ფაქტიურად ღმერთი შეგეძლო გაგეცნო მის თვალებში. სახარების წაკითხვა საჭირო აღარ იყო. მართლა გეუბნები. გზნობის დონეზე აი, შემოდიოდა. გული გითფებოდა იმ ხელა სიყვარულით გიყურებდა, ისეც გიღებდა როგორიც ხარ მთელი შენი ყველაფრით და მაინც როგორ უყვარდი ეს როგორ ჩანდა თვალებში ეს არ ფოტოებშიც კი იკითხება ეგ სიყვარული მართლა. მაგრამ სად ფოტოში და სად ისე. რა თქმა უნდა. ხო და აი საოცრება და ესე იგი ამ ინსტიტუციაში შეიძლება კი ეს ერთეულები არიან და მადლობა ღმერთს რომ არიან. ძალიან კარგია რო არიან, ეხაც ალბათ არიან. მაგრამ ეგრე არა, აი ფეხბურთის გუნდებსაც რო შეხედო, ყველა ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხო არ არის ხოლმე არიან, აი ისესა და ვიღაცები არიან ხოლმე გამოკვეთილად მაგრები. ჩვეულებრივი მოვლენა არის ეგეც, მაგრამ ხო. კი ბატონო, ზუსტად. კი. ხო და ნახე მე რა დამემართა რომ ამ სულიერებაში ესე ღრმად რო წავედი, მივხვდი რომ ცოტა რაღაცა პრაქტიკული დავალებები ამას აკლია. რომ დავაკვირდი მრევლს ეკლესიაში სიარულს გულისხმობ. მაგას გულისხმობ, რომ წლები დადის მრევლი 10 წელი 15 წელი და არ იცვლებიან უკეთესობისკენ და დავფიქრდი რაშია საქმე, მადლს იღებენ, ეზიარებენ. მე აღმოჩნდა რომ ის ზიარებაც არ არის თუ რაღაც მთელი გულით და იმით არ ხდება და ესე არ არის ფორმალურად, ხო, ესე არ არის, ხო? და დავაკვირდი, როგორც მე უკვე ფსიქოლოგი დავაკვირდი, რომ რა ხდება, რატო ხდება ეს, რატო არ არის ესეთი სწრაფი ცვლილებები სიკეთისკენ, რატო ისევ განსჯიან ერთმანეთს, განიკითხავენ ერთმანეთს, მაშინ რა აზრი აქვს აქ სიარულს და მარხვას, ლოცვას, ზიარებას და მე დავფიქრდი ამაზე, რომ ცოტა ხო არ აკლია ამას რაღაცა ისეთი პრაქტიკული დავალებები, რომ აი პრაქტიკაში გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, რომ აი თქვათ სავარჯიშოები როგორ ვაპატიოთ, სავარჯიშოები როგორ არ განვიკითხოთ ადამიანი, როგორ დავლოცოთ, ხო, კი კითხულობ ამ დილას აღამოს ლოცვას, მაგრამ ეთყობა ის გულამდე არ ჩადის, უფრო გამარტივება უნდა ამას, რაღაცნაირად უფრო ადამიანის გულამდე უნდა მიტანა, იმიტომ რომ ეს ტენდენციაც არის, ეს არა მარტო საქართველოში, ბევრი წამიკითხავს იგივე რუსი სასულიერო პირების სტატიები, ბერძნების, რომ მლადოსტარჩეს თუ აქვია ამას, რომ აი ესე იგი ეს ახალი ნაკურთხი მოძღვრები ასკეტურ კანონებს ადებენ მრევლს, რომელიც ბერებისთვის არის და ისრისავენ იმ კანონების ქვეშ, რომელიც და რაღაცა იმ როლში შედიან, რომ უკვე თავი გონიათ რაღაცა ასკეტები გამოცდილი რაღაცა დიდი იმაში და იმ კანონებს უბრალოდ მრევლს, რომელიც სამსახურში დადის, ნერვები ეშლება იმაზე, ამაზე და რაღაცა ასკეტურ კანონებში და დაიბნა ეს ხალხი და მარტივად უნდა უთხრა, რომ აი რო შეხედავ ადამიანს და რიგში რო დგახარ გულში თქვი რომ მიყვარხარ რო არ გაღიზიანდა შენ წინ ვინც დგას აი მარტივი რაღაცეები ძალიან მარტივი და მე უკვე როგორც ფსიქოლოგმა დავიწყე ამაზე ფიქრი რომ აი რა შეიძლება რომ მივეხმაროთ ამ იმაში და მე თვითონ მე რაღაცეები შევქმენი ნუ ერთი ყველაზე რაც ძალიან ხშირად ვიყენებ და საოცარი შედეგი აქვს ნუ მე ბევრი სხვადასხვა სკოლის ოსტატი ვარ და ერთ-ერთი არის ერიქსონის ჰიპნოზი და ამ ტრანსული თერაპიით ჰიპნოტური ტრანსით მუშაობ და იქ შევქმენი ტრანსი ჩემი საავტორო სინდისთან შეხვედრის ტრანსი. ხო, მაგაზე. ისე ეხმარება აი ამ სულიერ თემებში ადამიანს. ხო, მე ვთქვათ იქ რომ ნევროზიანი ადამიანი რომ მოდის და საშინელი თვითგვემა აქვს და დაბალი თვითშეფასება აქვს და თვითონ იძახის რომ ცოდვილი ვარ. იმან რომ კიდე დღეში 1000 ჯერ თქვას იესოს ლოცვა რომ უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი. შეიძლება ცოტა გაუღრმავდეს უფრო ის ნევროზი. ამიტომ იმას ცოტა სხვა რაღაცა ჭირდება, ხო? და იქ უკვე მოვიშველი ეს გაგიგი ალბათ ჰოოპონოპონო, ხო? არა. ეს არის ძველი პრაქტიკა ჰავაელების. ჰოოპონოპონო? ჰოოპონოპონო, ხო, ეს ჰოოპონოპონო ნიშნავს შეცდომების გამოსწორებას შინაარსით, რომ სამყარო იწყება ჩემგან და მე ყოველთვის შემიგია შეცდომა. სულიერება. ხო, იმათი ქვია სიყვარულის და მადლიერების პრაქტიკა და 4 სიტყვას იმეორებ, იცი ალბათ, დასანანია, მაპატიე, მიყვარხარ, მადლობელი ვარ. არ ვიპირობ ეს ხო, ძალიან კარგია, მეც ვიყენებ ხოლმე, ან მიყვარხარ, მადლობელი ვარ. ხო, იმეორებ გულში, ოღონდ გულისხმობ ან კონკრეტულად ადამიანს რომელთანაც დაძაბულობა გაქვს, კონფლიქტი გაქვს, ან რაღაც მოვლენას, რომელიც გინდა რომ მოგვარდეს და ნახე ესეთ დროს რომ უჭირს ადამიანს ისედაც ის არის თავის მოკლა უნდა და ვერ პატიობს თავის თავს ვერაფერს და ისედაც ფიქრობს რომ ცოდვილია და ხე იმას კიდე იესოს ლოცვას ცოტა რთულია იმისთვის და
აი იქ მოვიშველია უკვე ეს და ჩემი აზრით მთელი სახარებაა 4 სიტყვაში და მთელი სიბრძნე რაც კი კაცობრიობამ დააგროვა დასანანია მაპატი მიყვარხარ მადლობელი ვარ აი თუნდაც მეებს ვეუბნები ხოლმე რა ქვია ქალები რომ მოდიან და თავის დედამთილებზე რომ ძალიან ნაწყენები და ვერინელებენ წყენას და ქვასავით აწევთ გულზე ეს წყენა და იმათ ვეუბნებით რომ ვეუბნები რომ იგულისხმე დედამთილი ერთხელ გაიაზრეს 4 სიტყვა რომ მაგალითად ხო დასანანია რომ რა არის დასანანი რომ ესე დაიძაბა ჩვენ შორის სიტუაცია მე შენს მიმართ ბევრჯერ გამომიგზავნია ნეგატიური ენერგია ბევრჯერ შენზე გავღიზიანებულ ვარ რაც არის ხო მე მაპატიე რომ ეგეთი ესე იგი არ არის სწორი ადამიანს რომ ბუნება გამოვავლინე შენ მიმართ ხო არა ის ბუნებრივია რომ გაგიჩნდეს მაგრამ ხო ნანოფ ამას რომ არ გინდა რომ დალოცო ადამიანი არ გინდა რომ რაღაცა ცუდი ნეგატივი ცუდი ენერგია გაუგზავნო ხო მაპატიე რომ მეც რაღაც ჩვენთან შემეშალა ხო ვის არ შეგვშლია ყველას გვეშლება ხო შემეშალა რაღაც ცუდი ვიფიქრე შენზე რაღაცა ისა ხო ცუდი კი არა ხშირად მეუნებიან რომ მინდა რომ მოკუტესო ჩემი დედამთილიო ხა პირდაპირ ვთქვათ რა ხო ბევრს ვთქვათ ხო და ესა ხო დასანანია მაპატი მე მიყვარხარ და რატო შეიძლება გიყვარდეს რო ვეკითხები რომ თუნდაც ჩემი ქმარი გააჩინაო ხა მარტო მაგიტომაც ხო შეიძლება მიყვარდესო ხა ხო იმან გააჩინა და ხო გაზარდა აჭამა განათლება მისცა ჩემამდე ხო მოიყვანა და ხო შეიძლება მარტო ამისთვისაც მიყვარდეს ხო და მადლობელი ვარ მადლიერება ძალიან მაგარის ის არის ძალიან იცი როგორ შველის და ეს მადლიერება ხო ყველაზე მაღალი ვიბრაცია სიყვარულის და მადლიერების და შენ რო ამ ვიბრაციაში ხარ ამას უგზავნი იმ ადამიანს ის რა თქმა უნდა შეიცვლება შენ მიმართ რა თქმა უნდა და დაალაგდება ხო ნელ-ნელა დაალაგდება ეს ურთიერთობა შეუძლებელია რომ არ დაალაგდეს იმიტომ რომ შენ უკვე კარგ ენერგიას უგზავნი მაგრამ პროცესი დაიძრება როგორც სერიოზული პროცესი მე რა მაინტერესებს შენ რო თქვი რომ ეკლესიაში რო ვიყავიო და რომ მივხვდი რომ პრაქტიკული აკლდათ ანუ შენ მაგ დროს უკვე იყავი ფსიქოთერაპევტი თუ აი მაგ დროს გაგიჩნდა იმპულსი რომ აი რა ვისწავლო ის პრაქტიკა რაც შემილია რომ ამ ხალხსაც მაგ დროს ჯერ ესე მერე კი გავხდი, მაგრამ დასაწყისშიც იყო ეს. მაგ დროს ჯერ ვსწავლობდი ამ ყველაფერს, დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე ერთი 10-15 წელი სხვადასხვა სკოლებს ვსწავლობდი და თან პრაქტიკაც მქონდა. და უკვე დავინტერესდი სერიოზულად ამ თემებით და მე უკვე რომ მოვიძიე, მე უკვე ინტერნეტიც იყო და ყველაფერი იყო და ინტერნეტში მე მოვიძიე რომ თურმე საერთოდ არსებობს სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და რაღაცა სერიოზული მეთოდები არსებობს და გავეცანი ამ ყველაფერს და მე ეს ფრანკლი, რომელმაც ვიქტორ ფრანკლი რომელმაც შექმნა ეს ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, საზრისის ფსიქოთერაპია, ხო, რომ საზრისი უნდა კონდეს ადამიანის ცხოვრებას და ეს ყველაფერი ამდენი ისინი რომ გავეცანი, მე უკვე ძალიან ღრმად წავედი აქ და მე დავფიქრდი რომ მე რითი მე რა წვლილი შემიძლია, იმიტომ რომ მე ეს გზა ხო გამოვლილი მაქვს, ხო? აი ეს ცხოვრების, ეს ეკლესიური ცხოვრების, ეს ლოცვის, ეს ზიარების ყველაფერი ხო ეს გამოცდილებაში მაქვს და ეხა ამას რომ ეს ცოდნა და აი ამ კუთხით ეს ცოდნა დაემატა უკვე მე რა შემიძლია და თუნდაც იმ საფრთხის სწავლებაშიც უკვე ჩემი მეთოდები ყველაფერი და მე უკვე ფსიქოთერაპიული მიმართულებით და აი ესეც თუნდაც ამ ჰოოპონოპონოზე ვარ რომ ვამბობდი ხო სახარებაშიც ნახე ჯერ მოვიდა იონე ნათლისმცემელი რაც არის სინანული იქადაგა სინანული მე მოვიდა ქრისტე იქადაგა სიყვარული იქაც აი საოცრება აი ყველაფერი მთელი სიბრძნეა რომ დასანანია მაპატიე მიყვარხარ ანუ ჯერ სინანულია მე სიყვარულია იქაც აი დასანანია მაპატიე მიყვარხარ მაგრამ ყველაფერია და რატომაც არ გამოვიყენოთ ეს სიკეთე თუ არის და რატო ჩავიკეტოთ იმ ჩარჩოებში ხო რის გამოც ბევრი ადამიანი წავიდა ეკლესიიდან რომ იქ მოძღვარეობოდა ის არ წაიკითხო ის როგორ შეიძლება იმას ის არ არის ეშმაკისგან არის რატო ეშმაკისგან თუ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სიკეთე ის წმინდა მამებიც იქ წარმართული ფილოსოფიიდან იღებდნენ რომ ღვთისმეტყველებაში გამოეყენებიათ ფორმებს იღებდნენ და მე იმითი ადიდებდნენ ღმერთს და ღვთისმშობელს და ასე შემდეგ ხო რატო არ გამოვიყენოთ ეს სიკეთე მაგრამ ზუსტად გაუნათლებლობა აქ იკეტება აქ თვითონაც რო არ იცის თვითონ რაც რო არ იცის მე ხალხსაც ხომრეულსაც ხო ზღუდავს და იკარგება ხალხი და ეს ბუნებრივია ეს ბუნებრივია აბსოლუტურად ამიტომ რაც კი შეიძლება პირიქით გამოვიყენოთ და შემოვიტანოთ გავამდიდროთ ეს ყველაფერი რომ უფრო შევყავ და მე ნახე მე სულ ამიკვირდა რომ კაცო ამდენი ხანი დადის ადამიანი ეკლესიაში და
როგორ შეუძლია რომ კიდევ თქვათ იქ გაუხარდეს ვიღაცის ცუდად ყოფნა, იმიტომ რომ ის არის რაღაც სხვანაირად ფიქრობს. ნუ ძირითადად ომებიც მაგიტო არ არის. რომ ან რელიგიური შეუთავეს არის, ვერ თანხმდებიან რაღაც თემებზე, ან მიწა, ან რაღაც რესურსი. ვერ გავიყავით კაცობრიობამ ვერაფერი ვერ გავ. მიწა, ვერც იდეე. კლავენ ერთმანეთს, იმიტომ რომ შენ ესე ფიქრობ. ხო. შენ ფიქრობ სხვანაირად. ეგ უკვე სხვა ჟანრი არის კიდე, რადგანაც ეხა ძალიან რადიკალური ის სახე მიიღო. ეგ განსხვავებული აზრი თუ გაქვს, ავტომატურად შეიძლება მოგკვეთონ. ხო და რა გვინდა მაშინ საერთოდ ამდენი სულიერებაზე ლაპარაკი? არ ვიცი. რა აზრი აქვს თუ შენ გაგიხარდა იმისი ცუდად ყოფნა, იმიტომ რომ ის ქოცია, ნაცია, ანტივაქსერია თუ არ ვიცი. კორონას დროს ეგ საერთოდ და იმ გაიგე რომ იმას რაღაც ცუდი მოუვიდა და შენ გაგიხარდა და ამბობ რომ ღმერთმა დასაჯა ეგრე ფიქრობს, აი? არა, ნუ მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ხო და აი ეგ რა არის შენი ეს ეგ ჩვენში არსებული ჩრდილებია თუ უბრალოდ ადამიანური მანკიერება და ეგ ადამიანური ეს დაცემული ბუნება რასაც ყველა ვიზიარებთ. ყველა ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ჩვენი პირადი ჩრდილები, რომელიც არა გვაქვს დამუშავებული, რომელიც არა გვაქვს სწორად მონელებული. არა გვაქვს ეს ჩვენში გატარებული, ამაში თვალებში ჩახედილი არ გვაქვს, გადამუშავებული არა გვაქვს და პროექციულად გადაგვაქვს სხვაზე. პროექციულად. და ნახე, ამაში პირველ რიგში რა ეხმარება? პირველ რიგში ეხმარება ის, რომ ჩვენ დავიწყოთ კონტაქტი ჩვენ შინაგან ბავშვთან. შინაგანი ბავშვი არის ჩრდილოვანი და არის მზიანი. ხო. ლაღი გახარებული, კრეატიული, შემოქმედებითი, მაგრამ არის ჩრდილოვანი, რომელიც და ბნელ ოთახში ჩაკეტილი, რომელსაც ბავშვობაში დააკლდა აღიარება, დააკლდა სიყვარული, დათრგუნეს მისი ემოციები, არ მისცეს საშუალება, რომ გამოემჟღავნებია ის თავისი ბუნება ემოციური, ბუნებრივად, ხო? აუგრძალეს რაღაცეები, არ მისცეს საშუალება, რომ გამოეხატა თავისი თავი, შეეშინდა, დღემდე შეშინებულია, ხო? და ჩაიკეტა. არც გვახსოვს ის ჩაუკეტეთ იქ სადღაც ბნელ ოთახში, ჩრდილშია. და დღემდე აი ქვეცნობიერი ეს ყოფილი ხო ჩვენ ქვეცნობიერშია. და ქვეცნობიერისთვის დრო არ არსებობს. ის შეშინებული თქვა 5 წლის ასაკში თუ შეეშინდა ბავშვს და დღემდე არა აქვს შიში მონელებული, ის ყოველ მსგავს სიტუაციაში იღვიძებს ის 5 წლის შეშინებული ბავშვი და სულ შენ გაიძულებს რომ რაღაცა არაადეკვატურად მოიქცე გარკვეულ სიტუაციებში, რაღაც დესტრუქციული ქცევა განახორციელო, ხო? სულ ქვეცნობიერს არა აქვს დრო, ეს ჩვენ გვაქვს დრო, რომ ის ცნობიერისთვის არის დრო და ქვეცნობიერისთვის არა, ის სულ ცოცხალია ის. თუ იმას ჩვენ არ მივხედეთ, არ მივეცით ის რაც დააკლდა, არ გამკურნეთ ის შინაგანი ბავშვი და აი ზუსტად იმ ჩრდილოვან ბავშვს, იმ შეშინებულს თუ რაც დააკლდა, ხო, ისი დეფიციტიც ქონდა, იმას რომ გავკურნავთ, მერე შეგვიძლია რომ კარგად დავეკონტაქტოთ ამ ლახს, ბედნიერს, კრეატიულს, თავისუფალს. ჯერ მოდის ის აუცილებლად თუ ის არ გავიარეთ, სინათლეში ვერ გავალთ. და ის ეშინია ადამიანს იმასთან შეხება. ამ დროს არაფერი პირიქით, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი, რომ დავეკონტაქტოთ ამ შინაგან ბავშვს, მივცეთ ის რაც დააკლდა და როგორ მივცეთ, ამას გვეკითხებიან ხოლმე სულ, რომ ნახე, არის ძირითადად ადამიანები რასაკეთებენ, რომ მთელი ცხოვრება წუწუნებენ, რომ დედისგან ეს დამაკლდა, მამამ ეს არ მომცა, ან საერთოდ მამა არ მყავდა და აბა როგორ ვიქნები ახლა. და სულ ამით იმართლებენ თავს და მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს ადამიანმა, არის ის, რომ რა თქმა უნდა ყველა მშობელს ეშლება აბსოლუტურად იდეალური მშობელი არ არსებობს, მაგრამ მე შემიძლია გავხდე ჩემი თავისთვის იდეალური მშობელი, რომ ვიზრდები. ჩვენში ყველა ადამიანში არის დედის საწყისიც და მამის საწყისიც. არქეტიპულად ეს ჩადებულია. და ყოველთვის შეგვიძლია ჩვენ ეს გავაღვიძოთ და ჩვენი თავის დედა და მამა გავხდეთ. და ზუსტად ის რაც დაგვაკლდა დედისგან, აი სქემა გვაქვს პირდაპირ მოცემული. უკვე ვიცი ჩემ თავს რა უნდა მივცე. ნუ დედის საწყისი რა არის, ხო, არქეტიპულად ეს არის ზრუნვა, უპირობო მიღება, სიყვარული, ხო, ყველანაირი პირობების შექმნა, რაღაცა ისა, ხო? აი ეს თუ დამაკლდა და კონკრეტულად ყველას თავისი დააკლდა,
მე ვაძლევ ჩემ თავს. მე მიყვარს ჩემი თავი უპირობოდ, მე ვპატიებ ჩემ თავს. მე ვიღებ ჩემ თავს ისეც როგორიც ვარ, ვზრუნავ ჩემ თავს, ხო? თუ მამისგან მამა უფრო რა არის? მამა არის აი დაცული, უსაფრთხო გარემო უნდა შეგიქმნას, უნდა მოგეხმაროს, რომ იგივე დედასთან სეპარაციაშიც გეხმარება მამა, ხო? უნდა გითხრას, რომ გამოგივა, გაიმარჯვე, დაისახე მიზნები, მე აქა ვარ. გვერდში დგომა, გასწავლოს ეს სიმყარე, სიძლიერე და დაცულად გზნობ, უსაფრთხოდ გზნობ თავს. იცი რომ შეგიძლია დაისახო მიზნები, მიაღწიო, დაგეგმო, რაღაცა გაიმარჯვო და გაიხარო რა. და თუ ეს დაგაკლდა და შენთვის სამყარო არ არის დაცული ადგილი და შენ ვერ გრძნობ რომ სამყარო შენს მიმართ მეგობრულია, კეთილგანწყობილია, იმიტომ რომ ეს უსაფრთხოების განცდა დაგაკლდა. შენ უნდა მისცე შენ თავს. შენში გააღვიძო, არა აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ, კაცი ხარ, ეს არა აქვს ეს ჩადებული. მაგას ხან ხშირად სხვა ადამიანებში ვეძებთ ჩვენ. ხო და მაგაშია საქმე. პირველი ქორწინება ყოველთვის ეგეთია. ჩვენ ტრამვების კომპენსაცია, რომ თუ მამა არ მყავდა, ვეძებ მამას. რომ იმან მომცეთ, იმას ვთხოვთ, ის გაოგნებულია. ის ვერ ხვდება რატო უნდა მომცეს ყველაფერი ის რაც მე მამისგან დამაკლდა. ეს ხო არ არის პარტნიორული ურთიერთობა, ჯანსაღი. ეგ ალბათ პირველი გაუაზრებელი ქორწინება, როცა შენაც ნამუშევრები შენ თავზე არ არის. და ძირითადად პირველი გაუაზრებელია, ხო? ქორწინებამდეც რო არ მივიდეთ, გონი პირველი შეყვარებულიც შეიძლება ეგ იყოს. რა თქმა უნდა, რო არ მივიდეთ ქორწინებამდე. კი, ზუსტად. პირველი შეყვარებული ყოველთვის ეგ არის. რომ შენ რა დეფიციტებიც გაქვს, ყველაფერს თხოვ იმან რომ შეგიცოს, ოღონდ გაუცნობიერებლად. ამას ვერ ვაცნობიერებ. ამ შეყვარებულს მეგობარსაც შეიძლება ისეთი პასუხისგებლობები დააკისრო, რაც საერთოდ არაა მისი ვალდებული. მაგრამ უფრო ეგ ვლინდება პარტნიორული. კი, უფრო მან ვლინდება. რომ აი პირდაპირ ესე იგი საპირისპირო სქესში, ესე იგი ყველაფერი. და ის ადამიანი გაუგნებულია საერთოდ. იმიტომ რომ იმასაც თავისი აქვს, ხო? და პარტნიორული ჯანსაღი ურთიერთობა ეს არ არის ფსიქოთერაპევტის და კლიენტის ურთიერთობა, ხო? ეს არის სივრცე, სადაც ორივე კარგად არის, ორივე უხარია რომ ამ ცხოვრების გზად ერთად გადიან და იმ ადამიანის გვერდით უკეთესი ხდება. ხო, თანამგზავრები არის. ხო, და ეს მეგზური ცხოვრების და გიხარია რომ კი ისედაც გიხარია ცხოვრება, მაგრამ ამ ადამიანთან ერთად კიდევ უფრო გიხარია და გძნობ რომ ის გვერდით უკეთესი ხდები. და არა ის რომ ის მოგევლინა რომ შენი ტრაუმები განკურნოს და მოგივსოს ის დეფიციტები. ხო. ხო და რას ვამბობდი? ხო და აი ნახე ეს ჩვენ ყოველთვის ფსიქოთერაპიის არსიც ეგ არის, რომ გაბედოს ადამიანმა გაზრდა და სრულად აიღოს პასუხისგებლობა თავის ცხოვრებაზე და გახდეს თავის იდეალური მშობელი. ყველაფერი მისცე რაც დაგაკლდა. აი მაგეთ აი პრაქტიკულ ნაწილსაც რო შევეხოთ, აი ვიღაც რუსმენ აი როგორ შეუვლიათ რომ აი დაიწყონ, რომ აი ჯერ დაიწყონ პირველ რიგში იდენტიფიკაცია რა აკლდათ ბავშვობაში ან მე მაგას მაგალითად ძალიან იოლად ვაკეთებ ხოლმე აი ტრანსული თერაპიით, თუ გინდა ამაზეც ორი სიტყვა ვთქვათ, რომ ხალხი არ დაიბნეს, იმიტომ რომ ცოტა ვერ ანსხვავებენ ხოლმე ერთმანეთს. მაგაზე მეც მინდა საუბარი, იმიტომ რომ მან შეეხერო აი მრევლთან მუშაობის დროსო მე სინდისის თემაც რომ შემოიტანა სინდისთან შეხვედრა და აი ეს ტრანსული თერაპიაც აი პირველ რიგში ეგ კითხვა მინდა დავსვან მეორეზე გადავალთ რომ აი კარგად რომ ავხსნათ ტრანსის დეფინიცია. აი რა არის ტრანსი, იმიტომ რომ მგონია რომ ხალხს რაღაც გარკვეულ შეიძლება მეც მათ შორის ცოტა ისეთი ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს რა შეიძლება იყოს ტრანსი და უმეტესად ასოცირდება რაღაც შამანებთან და რაღაც გასვლასთან და არასიფხიზლესთან და მგონია რომ ბევრად ღრმა და ხო სხვა რაღაცა ძალიან მოკლედ ვიტყვი. პირველ რიგში ორი თემა აქვს საინტერესო, რა განსხვავებაა კლასიკურ ჰიპნოზსა და ჰიპნოტურ ტრანსს შორის. ამ ჰიპნოტურ ტრანსს ბევრი სახელი აქვს, ერიქსონის ჰიპნოზსაც ეძახიან, და რომ მილტონ ერიქსონმა ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა შექმნა ეს მეთოდი, ახალ ჰიპნოზსაც ეძახიან, ტრანსულ თერაპიას, ჰიპნოტურ ტრანსს. აი ჯერ ამათ შორის რა განსხვავებაა, ხო, რატო დაარქვეს ახალი ჰიპნოზი. კლასიკური ჰიპნოზის დროს ადამიანს არაფერი არ ახსოვს ჰიპნოთერაპევტი რას ესაუბრება, არც ერთი სიტყვა. ხო, იქ პირდაპირ შთაგონება ხდება დირექტიულად. აი მაგალითად მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ თქვათ ალკოჰოლიკია ადამიანი, ხო, ან ძალიან ბევრს ეწევა თქვათ სიგარეტს და აღარ უნდა რომ მოწიოს, ან უნდა რომ ალკოჰოლს დაანებოს თავი და უნდა რომ პირდაპირ შთაგონებით მოხდეს ეს და იქ პირდაპირ ეუბნები რომ აი
ხვალიდან შენ შეგძულდება ეს და როგორ ანუ ხო და შთაგონებას აძლევ. უბრალოდ აი ხო არის ფილმებში მინახავს რაც საათი რო ეს არა ჰიპნოტურ მდგომარეობაში ყველა ადამიანის შეყვანა შეიძლება, მაგრამ ეს არის დირექტიული მეთოდი, სადაც ადამიანის თავისუფალება არ მონაწილეობს. ხო. შენ პირდაპირ აძლევ შთაგონებას. როგორ ჰიპნოტურ მდგომარეობაში? ეხა მაგის დრო არ არის. დანიოთ. ხო, მაგრამ ხო. და მერე ესე იგი დააკვირდნენ ამას რომ კი თავიდან აქვს შედეგი და ქონდა შედეგი და ძირითადად აი დამოკიდებულებებზე იყენებდნენ, მაგრამ არ იყო ეს მუდმივი და ხანგრძლივი. მერე რაღაცა პერიოდის მერე ბრუნდებოდა. და მიხვდნენ რომ სხვა მეთოდი ჯობია, სადაც ადამიანის თავისუფალება მონაწილეობს, რომ ეს შეუქცევადი იყოს, რომ ხანგრძლივი იყოს რა ეს შედეგი. და იქ თავისუფალება, იქ პირდაპირ დირექტიულად გაძლევენ ამ შთაგონებას და აი მილტონ ერიქსონი თვითონ პიროვნება მისი არის ძალიან საინტერესო, თვითონ განიკურნა თავისი თავი და ძალიან ურჩევ ყველას რომ წაიკითხონ მისი ბიოგრაფია. ეს არის ნამდვილად სასწაული, აი ხილული სასწაული, რაც რაგზაც გაიარა მილტონ eriksonმა და მერე გახდა ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და შექმნა ეს მეთოდი და ნახე ის მილტონ eriksonი ეყრდნობა ადამიანის რესურსებს და მხოლოდ მისგან გამომდინარე ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც ადამიანი თვითონ ეკონტაქტება თავის ქვეცნობიერს და თვითონ ქვეცნობიერიდან მოდის ყველა ის ყველაფერი. აბსოლუტურად რაც ჭირდება ის სიმბოლო ქვეცნობიერი მითოპოეტური ენით გველაპარაკება სიმბოლოების ენით და თვითონ ეკონტაქტება ამას და უბრალოდ ჰიპნოთერაპევტი იმ სივრცეს ქმნის, სადაც თვითონ ადამიანი თავის ქვეცნობიერს ეკონტაქტება და ჩვენი ქვეცნობიერი არის ჩვენი პიროვნების მკურნალი ნაწილი, ყველაზე შემოქმედებითი ნაწილი, ყველაზე ბრძენი ნაწილი და იმან ყველაფერი იცის ჩვენთვის რა ჯობია და თავარი ეს კონტაქტი შედგეს და იმიტომ მიყვარს ეს მეთოდი, რომ ყველაზე მოკლე გზაა ქვეცნობიერთან ეს ტრანსული თერაპია, ასევე მოკლე გზაა სიზმარიც. მაგრამ მარტო სიზმრით ვერ ვიმუშავებთ, ხო? ხო, მე სიზმრებთან მუშაობდი მაგალითად აი იუნგის თერაპიაში, მან სულ სიზმრებთან მიდიოდა მუშაობა. კი, მაგრამ მარტო სიზმრით ხო ვერ იმუშავებ, ხო ადამიანთან. ამიტომ ნახე, ჩვენ შეგნებულად უკვე შეყვავს ამ ტრანსულ მდგომარეობაში ადამიანი, რომ მოხდეს აი ეს კონტაქტი ქვეცნობიერთან და ასევე არ თერაპიაში მოკლე გზაა ქვეცნობიერთან ნახატი. იქ მთელი ინფორმაცია მოდის ნახატში, ხო? და ეს თვითონ ტრანსული მდგომარეობა რისიც ეშინიათ ხოლმე რომ ვაიმე ტრანსში უნდა შევიდე გამოვალ იქ ხო არ ჩავჩები რატომ ხაც ხო და ნახე ეს საშიში კი არა ეს არის ყველაზე სამკურნალო ადამიანის მდგომარეობა ეხლა რატო ნახე ეს ყველაფერი ნაკლებია დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ვართ ჩვენ ტრანსულ მდგომარეობაში მაგალითად როცა ოცნებობ ან რაღაცა მუსიკას უსმენ და მთლიანად იქახარ და რაღაცა გადახვედი სადღაც. ამ ფილმს უყურებ და სადღაც ხარ, ძალიან სადღაც ხარ, ხო? ან რაღაც შეიძლება ლექციას უსმენ და აი წახვედი სადღაც. ან ქმნი რაღაც შემოქმედებით პროცესში ხარ, ხატავ თუ ლექს წერ თუ არ ვიცი, მუსიკა თუ უკრავ თუ ასე შემდეგ და ისე გავიდა 3 საათი რომ გგონია რომ 10 წუთი გავიდა და თურმე 3 საათი გავიდა. სადღაც ხარ, ხო? ხო. და ნახე ბოლო კვლევებმა მე რაც წავიკითხე ხა ჩვენა რომ ყოველ საათ ნახევარში ფსიქიკა თვითონ გადადის ტრანსულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს ჭირდება როგორც გადატვირთვა. აუცილებელია. ანუ კომპიუტერის დასვენებას ყველაფერი ჭირდება გადატვირთვა, ხო? და თვითონ აი რომ გაგიშტერდება სადღაც რომ ცას რომ მიაშტერდები თუ ხო ტრანსია. რომ გადატვირთვა უბრალოდ ჩვენ აი ამ მდგომარეობას ვიყენებთ თერაპიის მიზნით და საგანგებოდ შეყვავს ადამიანი თერაპიის მიზნით. ამ შემთხვევაში თუ ეს კომპიუტერი თავისით შვება მაგას ამ შემთხვევაში თქვენ აჭერთ მაგ რილაქს რომ ვაჭერთ თერაპიის მიზნით. მხოლოდ თერაპიის. ეხლა ზოგი ეძახით ამას მედიტაციას, მაგრამ მე ფსიქოთერაპიაში არ ვხმარობთ ჩვენ ამ სიტყვას, იმიტომ რომ მედიტაცია მაინც ყველას ესმის, როგორც აი ეს რაღაც სულიერი გამოცდილება, ხო? და ის მედიტაციებიც ხო სხვადასხვანაირია. ხო, მედიტაციაც კიდე. გააჩნია ხა რომელი თუნდაც იქ ბუდისტური თუ ინდუისტური, სულ სხვადასხვა მიდგომებია,
ხო? ამიტომ ხა მედიტაციას ამას ვერ და კი ეძახიან, მაგრამ უფრო ფსიქოთერაპიაში არ ვიყენებთ სიტყვა მედიტაციას, იმიტომ რომ იქ როგორც სულიერი პრაქტიკა ისე ესმის ხალხს და ნუ ცოტა სხვა რაღაცაა, ხო? თან იქაც კიდე იმ მედიტაციის ბევრი ფორმებია და რომელერც გულისხმობ, ხა როგორ გავიგოთ. ხო, აქტიური მედიტაცია ძალიან ბევრია. ანუ აქ არ არის ამასთან კავშირი და თვითონ ეს ტრანსულ თერაპიაში სამი სახის ტრანსებია. ეს არის სადიაგნოსტიკო ტრანსი, სადაც აი როგორც ეხოსკოპიას ვიკეთებთ და ჩანს ორგანოები რამ მდგომარეობაშია ცხოვრების იმ ეტაპზე, ასევე სადიაგნოსტიკო ტრანსში ჩანს ჩვენი სული, ჩვენი ფსიქიკა რამ მდგომარეობაშია აი ამ ეტაპზე. ყოველთვის ის ეტაპი ჩანს ტრანსში. ეს სადიაგნოსტიკო მე არის თერაპიული, როცა კონკრეტულ თემაზე ვმუშაობთ, თქვათ შინაგანი ბავშვის განკურნება და ის არის ესეთი, რომელსაც მე სულ ვიყენებ ტრანსულ თერაპიაში, შინაგან ბავშვთან სამუშაოდ არის ესეთი გადასარავი ტრანსი, რომელსაც ქვია არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. და შენ იქ რაც დაგაკლდა, აძლევ იმ ტრანსში წარმოიდგენ, რომ თუ არ გეფერებოდა დედა, წარმოიდგენ, რომ გეფერებოდა და იდეალური დედა გყავდათ მამისგან, იმას წარმოიდგენ და ივსებ ამას და ის დაუსრულებელი ემოცია სრულდება და ტვინში არის უბნები, რომელიც ვერ არჩევს, ეს წარმოსახვაა თუ მართლა ხდება. ის დაუსრულებელი სრულდება, ყველაფერი იკურნება, ის ჭრილობა ხორცდება და ხდება ერთგვარი განვითარება. არ მოინელე უკვე, ის აღარ გაწუხებს, ის თქვა თუ შეშინებული იყო ის 5 წლის თუ 6 წლის ანდრო აღარ არის მიეცი ის რესურსი, დასრულდა ის. ის აღარ ამოვარდება ყოველ ჯერზე და რაღაცებს აღარ გაგაკეთებიებს, ის აღარ არის, განიკურნა, იკურნება. სრულიად შესაძლებელია, აბსოლუტურად. შეიძლება ხა ერთი ტრანსული თერაპია არ იყოს, რამდენიც საჭირო იმდენს გავაკეთებთ, ხო? მაგრამ მე რა მაინტერესებს, შენ რო თქვი ის მეორე, რომ აი რაც სულის დიაგნოსტიკასავით, აი ის ხო, პირველი სადიაგნოსტიკო. არა, აი მეორეში რო მეორე იყო თერაპიული. კონკრეტულ თემაზე რომ ვმუშაობ, თქვა შიშზე თუ შინაგან ბავშვთან კონტაქტზე თუ ასე შემდეგ. მაგ დროს ანუ როგორ ხდება რომ პაციენტ ტრანსში შევა, ანუ თქვენ მას კითხვებს უსვამთ და ის თვითონ გეუბნებათ, პასუხებს და აი ქვეცნობიერი გარეთ გამოაქვს თუ აი რა სახით ხდება მე მაგის უფრო ისე ვმუშაობ, რომ მე ტრანსის დასრულების მერე ყვება რა ნახა. თავარი არ ჩაეძინოს, თუ ჩაეძინა უბრალოდ ამ ინფორმაციას დავკარგავთ და მაგას საგანგებოდ ვაფრთხილებ ხოლმე რომ გამოძინებული მოვიცეს. ხო, რომ მე თავიდან მაგ გასაკეთებელი, ხო? მანდაც ანუ რაც პროტოკოლი არის დასაცავი, ხო, რომ კაი ტრანსის სესია რო გამოვიდეს, ანუ გამოძინებული უნდა მოვიდეს. რა თქმა უნდა, ნაჭამი რაღაცა აქვს მნიშვნელობა თუ ის წინ ნაჭამიც არ არის სასურველი, იმიტომ რომ ჭამის მერე ძილისკენ მიაქ. ხო. მაგრამ ნუ აი ძილი ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ინფორმაცია მაშინ თავიდან უნდა გავაკეთოთ. იქ რომც ჩაეძინოს, ეგეც ძალიან ის არის სამკურნალო, ძალიან მაინც ყველაფერს იღებს ადამიანი, უბრალოდ იმას ვეღარ ყვება, ხო, რა უთხრა ქვეცნობიერმა, რა გზავნილი მოვიდა, რა სიმბოლოთი რა უთხრა და ამას მე განვიხილავთ რა თქმა უნდა ყველაფერს, ხო? ხო და არის ესეთი ტრანსებიც, რომ ეს იგი იქვე საუბრობს ადამიანი ზოგჯერ, მაგრამ ყოველთვის არა. ყოველთვის არის რომ აი ხა რაღაცა და მე მიმართულება უნდა მიცე. არის ესეთიც, კი ბატონო, ფსიქოსინთეზშიც არის ესეთი ხა. მე ბევრი სკოლა მაგავლილი არტ თერაპია, ფსიქოსინთეზი, ეს ერიქსონის ჰიპნოზი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, დამოკიდებულებზე მუშაობა, ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ეს ენეაგრამა, ბევრი რაღაცები და ნუ ყველაფერს ვიყენებ რომ მუშაობ, აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ უფრო მუშაობ აი არტ თერაპიით, ფსიქოსინთეზით და ერიქსონის ჰიპნოზით. და ეს მეორე თერაპიული, როცა კონკრეტული ამოცანა გვაქვს და იმაზე ვმუშაობთ ჰიპნოტური ტრანსის დროს და მესამე ეს არის რესურსული. ეს იგი სულ შეიძლება მთელი წელი რომ რაღაცა მე მქონდა ეგეთი ბევრი შემთხვევა რომ აი რაღაცა რაც ქონდა ადამიანს რაც აწუხებდა ის რომ მოვაგვარეთ ვიმუშავეთ ყველაფერს და მე პერიოდულად მოდიოდა და სულ რესურსულ ტრანსებს ვაკეთებდით რომ ეს გაგვემყარებია და ჩვენში არის ოკეანე რესურსების. ხო. უბრალოდ აი ჩვენი ბავშვობის ტრამვების, სტრესების, ამის გამო წვდომა აღარ აგვაქვს ამ ჩვენ რესურსებთან. და ესეთი მეტაფორაც არსებობს, რომ წარმოიდგინეო, რომ შენ შიგნითო არის უდიდესი საცავი საგანძურის, აი როგორც ზღაპრებში რო გამოქვაბულებში როა ხოლმე და რო იხსნება და ისას მარგალიტი წაწერება და შენშიაო, მაგრამ წვდომა აღარ გაქვს, ვერ იყენებ.
ამ საგანძურს, რომელიც შენშია, შენივე რესურსებს და ეს უკიდეგანო რესურსები ყოველთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ და გადავიდეთ ამ რესურსულ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი ჩვენშია, მთელი სამყარო და ჩვენშია. ტრანსი გვეხმარება მაგაში, რომ აი რესურსული ტრანსები ამას აღვიძებს, ხსნის და ძალიან კარგია. მართლა ძალიან კარგია, ამასაც სულ ვიყენებთ, რა თქმა უნდა. და მე მინდოდა თავიდან მეთქვა და დამოვიწყდა თუ შეიძლება ეხლა ვიტყვი ჩემთვის რა არის აი მეტაფორა ფსიქოთერაპიის. ერთი იგავი, ძალიან პატარა იგავი აღმოსავლური და უცბად მოვყვები. ინდოეთში ერთი მეთულუხჭე ცხოვრობდა და ესე წყაროდან კეტი ქონდა გადებული მხრებზე და ამ კეტზე ორი ქოთანი იყო ჩამოკიდებული, რითიც მოქონდა წყაროდან წყალი. ერთი ქოთანი მთელი იყო და მეორე ქოთანი იყო გაბზარული. და მთელი 2 წლის მანძილზე ამ გაბზარული ქოთნით ნახევარი წყალი მიქონდა სახში ამ კაცს და ეს მთელი ქოთანი სუსაყვედურობდა ამ გაბზარულს, რომ არის არ გცხვენია, საერთოდ რატო არ გადააგდებს, რატო არ თავისუფლდება შენგან ეს ჩვენი პატრონი, რომ ასე ხარ გაბზარული ისა და სულ მოკლედ ესე დღეში იყო და ერთხელაც მოკლედ ვეღარ მოითმინა ამ გაბზარულმა ქოთანმა და უთხრა ამ თავის პატრონსო, რომ მეო ბოდიში მინდა მოგეხატო. რატომ ის კაცო? აი ჩემ ფუნქციას ვერ ვასრულებ. მთელი 2 წელიწადია ნახევარი წყალი მიგაქვს სახშიო და ძალიან მწუხვარ ამის გამო და ამ კაცმა უთხრა რომ არის დარდო მაგაზეო. ეხლა უწყაროდან სახში რო ავალო, შენ მხარეს დააკვირდი, გზის შენ მხარესო, რა ხდებაო. და მართლაც დააკვირდა ეს ქოთანი სანამ სახლამდე ავიდნენ, რომ ძალიან ლამაზი ყვავილებია მთელი გზა, რაც ადრე საერთოდ არ შეუმჩნევი. და რო ავიდნენ სახშიო, მაინც შეწუხებული იყო ეს ქოთანიო და მაინც დარდობდაო და ამას კაცმა კითხაო, რომ დააკვირდი იმ ყვავილებს გზის იმ მხარეს რო იზრდება, რომელ მხარესაც შენ ხარ ჩამოკიდებულიო და კიო დავაკვირდიო და ზუსტად მე ეს ყვავილები იქ დავთესეო და რომ იმაქ ეს წყალი შენ რწყავო იმასო და ამის წყალობითო მე სახლში სულ მაქო ლამაზით აიგული რომ გავიხალისო ცხოვრებაო და თუ არა შენ ეს ხომ მე არ მექნებოდა ეს სილამაზეო და მე მჭირდები ზუსტად ისეთი როგორიც ხარ. ხო, ლამაზია. პირველად ეს რო წავიკითხე, ვიტირე. ხო. და მე მქონია შემთხვევა რომ აი მარტო ეს იგავი წამიკითხავს ადამიანისთვის და უკვე აი მოიხსნა ყველაფერი, იმდენად გაიხსნა ეს რესურსები. ლამაზია და კარგად გადმოცემს არს. ძალიან, აი ჩემთვის ეგ არის ფსიქოთერაპიის არსი, რომ შენის პრობლემა ყოველთვის შეგიძლია აქციო რესურსად, სილამაზეთ. და შეცვალო ხედვის წერტილი, უფრო ფართე გახადო, არა ბრტყელი რო რატო არის ესეთი, არამედ სამგანზომილებიანი. რა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი ზემოდან დახედო ყველაფერს და ის რაც იყო პრობლემა, შენ თავარ რესურსად აქციო და შენი ცხოვრების სილამაზე და საერთოდ შენ სუპერ ძალად. ხო. და ღმერთმა უწვის კიდე საით შეიძლება ეგ ენერგია და რესურსი მიმართო და როგორ განვითარდეს ასე რომ ხო და მოკლედ ამიტომ რას ვამბობ, რომ გამოუვალი სიტუაცია ხო არ არსებობს, რაც არ უნდა მძიმე ტრავმები ქონდეს ბავშვობის ადამიანს. ყოველთვის შეიძლება იმ შინაგანი ბავშვის თან კონტაქტი, რომ უთხრა იმ შინაგან ბავშვს, რომ მე შენ გხედავ, მე აქა ვარ, მე გავიზარდე, მე გისმენ, მე ვარ ეხლა შენი მშობელი, მე ვარ ეხლა შენი დედაც და მამაც, ყოველთვის მე მახსოვრები, აღარ მიგატოვებ. მოგისმენ, სულ გხედავ, შენ ჩემში ხარ. და ყველაფერს აბსოლუტურად ის ნებისმიერი ტრავმა რაც არ უნდა იყოს ბავშვობის, ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. ის დაუსრულებელი ემოცია, ის ყველაფერი იკურნება, ყველაფერი და შენ ხდები შენი თავის იდეალური მშობელი. ო, მაგრამ აი რა მაინტერესებს ნინო, იცი, აი ბევრი არის, რომელსაც აი თითქოს აი ეს პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს, რომ აი მაგ ტრავმებს გაუსწოროს თვალი, რომ მოუნდეს, რომ აი შეცვალოს და იმუშაოს და აი ხშირია შემთხვევები, რომ ცხოვრება აი რაღაც რადიკალურად ცუდ მდგომარეობაში უნდა ჩააგდოს, რომ შემდეგ მიხვდეს, რომ ნუ დროა უკვე რაღაცას აი სანამ მართლა კედელს არ მიარტყავს, შეიძლება ზოგი თავს, აი შენ გაქვს მაგაზე ან გიფიქრე, აი როგორ შეიძლება უფრო მოვანდომო ადამიანს, რომ აი სანამ მართლა კედელს შეეჯახები და
რაღაც ხევში გადახვარდები, სადაც არ გინდა რომ წახვიდე, როგორ შეიძლება რომ ეხა კი. დაიწყო მაგაზე ფიქრი და მუშაობა. პირველ რიგში ნუგეში მანდ არის ის ანდრო რომ ნახე არასოდეს ჩვენი ქვეცნობიერი არც გაგვახსენებიებს, არც დაგვანახებს ისეთ რაღაცას, რისი მონელებისთვის ჩვენი მწუთას მზად არა ვართ. უბრალოდ არ ამოვა ეს ინფორმაცია. თუ არა ვართ იმის მონელებისთვის და გაცნობიერებისთვის მზად. თუ გაცნობიერი და დამთავრდა ის პრობლემა. ხო? ხო და მზად ვართ. და კიდე ჩვენს ქვეცნობიერს ნახე რა თვისება აქვს. თუ ჩვენ სწორ შეკითხვას დაუსვამთ ჩვენ თავს, ქვეცნობიერი გვპასუხობს. და მე ვთვლი რომ მთელი ადამიანის ტრაგედია არის ის რომ საკუთარ თავს სწორ შეკითხვებს არ უსვამს. არასოდეს. შეიძლება შეკითხვებსაც არ უსვამს. შეიძლება საერთოდ შეკითხვებსაც არ უსვამს. არის გარეთ. მთლიანად გარეთ. მით უმეტეს თანამედროვე ადამიანი აი ამ ყველაფერმა ამ გაჯეტებმა მთლიანად აი ესე რომ ამოაბრუნა გარეთ არის. შიგნით აღარ არის. იმ დამკვირვებელთან რომელიც ყველასთვის საერთოა, ის ჩვენი შინაგანი დამკვირვებელი კონტაქტი აღარ არის. რომელიც არის საერთო ადამიანებში. ხო, აი თუნდაც ჩვენი სინდისი რო ვთქვათ, ხო, თუ ვიღაცისთვის ეს სინდისი, ჩემთვის ღმერთია, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს უმაღლესი მე, ან რაღაც სამყაროს ხმა, ან რაღაცა მარადისობა, რომელიც არსებობს. ხო, ყველამ რაც უნდა ის დაარქვას, მაგრამ აი თუნდაც ეს სინდისი ხო ყველა საერთო გვაქვს. და ამაზე გამოკითხვაც ჩატარდა, იკულიეს ეს ყველაფერი. ხო, შენ ეგრე ფიქრობ, რომ ყველა საერთო აქვს ეს სინდისის. რატო იცი, ეს მარტო მე არ ვფიქრობ, ამაზე ჩატარდა ეს ყველაფერი და ნახე რა გამოიკვეთა. რომ გამოკითხეს ურწმუნო ადამიანი, ათეისტი, მორწმუნე, ყველა სხვადასხვა კონფესიის მიმდევარი თუ ასე შემდეგ, ყველა დაახლოებით ერთი და იგივე რაღაცას ამბობს, რომ რას? რომ მე ვგრძნობ, რომ ჩემში შიგნით არის რაღაცა, რომელიც არის ჩემზე მეტი, რომელმაც ყოველთვის იცის ჭეშმარიტება. ყველა სიტუაციაში. და ჩემშია, ოღონდ ვგრძნობ, რომ ჩემზე მეტია, იმიტომ რომ მე რო არ ვიცი, ის ყოველთვის მიფიქსირებს ჭეშმარიტებას. განსაკუთრებით, როცა რაღაც ისეთ ზნეობრივ სიტუაციებს ეხება, ხო? ის ოღონდ ის მოძალადი არ არის, უბრალოდ გიფიქსირებს. და ეგეც იქნება ჩვენი ცხოვრების მანძილზე შემუშავებული მორალის და ფასეულობების ერთ-ერთი ტოტი არის ინდის, ანუ კი ბატონო, გეტყვი მაგასაც. უფრო მინდა თითქოს სრული ის დავიდა, ხო, იმიტომ რომ ეგეც ის მგონი, დახრულად ახშორ სპილოს ერთ-ერთი ის შეიძლება იყო, ხო, ეგ რო გამოცოთ ძალიან მაინტერესებს. ძალიან სწორი შეკითხვაა და ზუსტად შენ გეტყობა რომ თვით შემეცნებით დაკავებული. ხო, ძალიან სწორი შეკითხვა. ხა რატო? იმიტომ რომ ნახე, ფსიქოლოგიაში არის ესეთი ცნება, რომელსაც ვეძახით ცრუ სინდისი. რას ნიშნავს ახლა ეს ცრუ სინდისი? როცა ადამიანს თავისი ტრამვები არ აქვს, ის როლები რაშიც გაიჭედა ბავშვობაში არ აქვს და იქიდან გაცნობიერებული არ აქვს, არ არის გამოსული, აი ეს შინაგანი ბავშვი განკურნებული არ არის. მაშინ შეიძლება ის თავისი რაღაც თითქოს რო თვითონ ეძახის სინდისის ქეჯნა ის იყოს გამომდინარე იმ არაჯანსაღი როლიდან, იმ ტრავმიდან, რომელიც არ არის, აი მაგალითად მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, რომ ძალიან გასაგები რო იყოს, ვთქვათ ადამიანი გაიზარდა ისე რომ სულ იყო მსხვერპლის როლში, ოჯახში იყო ესეთი სიტუაცია და აღმოჩნდა ამ როლში და მიეჩვია და შეეზარდა ეს ნიღაბი, ხო? არაჯანსაღი სცენარული როლი, ნიღაბსაც ვეძახით ამას და შეისის ხორცა. ვერც წარმოუდგენია სხვანაირად და ვთქვათ, ასეთ ადამიანს, ვთქვათ ეს ქალი, ვთქვათ ქალია და ყავს შვილი სადღაც 40 წლის. და ეს ქალი ყოველ დილას დგება და ამ შვილს უმზადებს საუზმეს, რომ სანამ ის სამსახურში წავა, რაღაცა დაახვედროს ეს საუზმე. ერთხელაც ჩაეძინა ამ ქალს და ვერ მოუმზადა ეს საუზმე. და მთელი დღე ის იძახის ის ქალი, რომ სინდისი ქეჯნის რომ როგორ ვერ მოუმზადა 40 წლის. ხო და იწევს მე ნერვიულობას და ხო და ეს ხო სინდისი არ არის. ეს ხო მისი დაუმუშა, ეს ხო ცრუ სინდისი. იმას გონია, ის კი იძახის რომ მეზობელს დაურეკავს და ეტყვის რომ ისეთი სინდისი მქეჯნის როგორ ჩამეძინა. რა მოხდა რომ 40 წლის შვილმა თვითონ მოიმზადოს საო პირიქით. უნდა მოიმზადოს და უნდა მოხდეს ეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა, მაგრამ ის ხო ამ როლშია. იმას ეს სინდისი გონია. ამიტომ ჩვენ რო თუნდაც ის მართლა გავარჩიოთ, ეს ნამდვილად ის
ჩვენში მარადისობა გველაპარაკება, ის ჭეშმარიტება გველაპარაკება. ინდიკატორი არის მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა და თვითშემეცნება. რაც უფრო კარგად მიდიხარ ამ თვითშემეცნების პროცესში, წინ მით უფრო ეკონტაქტები იმ სინათლეს შენში, იმ მარადისობას შენში, იმ ჭეშმარიტებას შენში. ხო? და საბოლოო მიზანია რომ გავხდეთ ეს ჩვენი სინდისი. თლიანად, მაგრამ ნუ ხე აქეთკენ მივდივართ. ხო და ნინო რა მაინტერესებს იცი რომ აი მაგალითად მე მქონდა ეგეთი მომენტები რომ აი ცხოვრების მანძილზე კი და წინა პოდკასტში ვისაუბრე ამაზე მაგრამ აქტუალური მგონი ხა აქაც რომ აი სიტუაციაზე 13 წლამდე მეგონა რომ სიყვარული ეს იყო მე გავიზარდე კიდე რა ცხოვრობ რაღაც გზებში გამატარა მეც ვიფიქრე მე აღმოჩენე რომ თურმე ეს არ არის აი ეს არის მე იმაზე უკვე კიდე რაღაც დაშინა უფრო გაფართოვდა და მგონია რომ ეს კიდე და კიდე გაფართოვდება და ანუ როგორ თქვა აი ეხა ის ძალიან მიყვარს რომ ანუ ის სიბრტყე რაც მეგონა უფრო სამგანზომილებიანი გახდება ანუ ის სპილო რაც იყო დაფარული იმ ოთახში ბოლომდე გამოცხადდება ანუ სინდისზეც ალბათ შენც იგივე იგულისხმე ხო რომ აი თვით შემეცნებით თვით რეფლექსი და ამ ანალიზით მოვლენების რომ აი ეს რა საიდან მოდის რა არის ეს მართლა ჩემი აუთენტური სულიდან გამომავალი ხმა არის თუ იმ დაზიანებული შინაგანი რაღაცა რაც აი ხო მაგითი შევძლებთ რომ განვასხვაოთ მართალი არა მართალისგან ანუ ნახე ეს პროცესის დაუსრულებელია რა თქმა უნდა შეიცვლება რაღაც ფასეულობების ღირებულებების ყველა ერთადერთი რასაც ვეყნობით რომ შენ რას გძნობ ის უნდა იგძნო თუნდაც ის სიყვარული იმ წუთას ისე გძნობ მაგრამ მე იზრდები ეს არის პიროვნული ზრდა მაგრამ აუცილებლად ყოველთვის არის რაღაცა წამი როცა შენ გძნობ რომ ეგ არის აი რაღაცა ნაღდია ხო ეს წამი ყველას აქვს აი დაგბურძგლა ნაღდია რაღაცა შეხედე და აი აღფრთოვანდი ნაღდია ხო უნდა იგრძნო მარტო ცოდნა არაფერს არ იძლევა უნდა იგრძნო და კითხვები დასვა აუცილებლად ეს არ უნდა შეწყდეს ეს კითხვების დასმა განვითარება განათლება თვითშემეცნება და ყველაფერი ჩვენშია აბსოლუტურად ჩვენ ვიხსენებთ იმას რაც ჩვენშია ფაქტიურად ხო და ეს არ უნდა შეწყვეტოს ადამიანმა სწორი კითხვების დასმა პირველ რიგში ძალიან მარტივია სწორი კითხვების რომ სხვისკენ არ გავიშვიროთ ხელი ჩვენ თავში ვეძებოთ კი ზოგჯერ გარემოც ძალიან მოქმედებს და ესე არ არის რომ ყველაფერი ყოველთვის ის არის ძალიან მოქმედებს ხო გარემოც მაგრამ ყოველთვის შეიძლება დავსვათ აი ჩემი წილი პასუხისგებლობა აქ სად არის ჩემი წილი პასუხისგებლობა და მე ჩემსაზე ვიმუშაო მე ჩემ თავს ვკითხო რისთვის გავჩდი რა ფუნქცია მაქვს თუნდაც შვილთან ურთიერთობაში ოჯახის წევრთან ურთიერთობაში ხო აი აქ თქვათ ეხა მე ვატყუებ ჩემ თავს ერთადერთი მე რომ მკითხო ერთადერთი რამე გვევალება რომ მართალი ვიყო საკუთარ თავთან ამ გზას თუ გავყევი აუცილებლად მივალ იმ ყველაფრამდე ის რაც მარადიულია ჩემში და ის რაც საერთოა ის ცნობიერება რაც მარადიულია ეს ჩვენში საერთოა იმიტომ სხვა ადამიანი იმიტომ არ არსებობს ხო მაგრამ ეხა ყველა ერთნი ვართ ხო და მანდ მინდა ეხა შენთან წინააღმდეგობაში შემოვიდე და ეგეთი რაღაც გითხრა რომ აი სიმართლე მართალი ხარ შენ თავთან ხო აი არ მგონია მეთქლავ სწორი იმიტომ რომ ის სიმართლე რას ეყრდნობა რაზეა დაფუძნებული შენ იმიტომ რომ მე ბევრი ვინახავს რომ აი თავარია მართალი ვიყო ჩემ თავთან და აი აშკარად ხედავ რომ ეგ მაგის სიმართლე დაფუძნებულია მის მოუგვარებელ კომპლექსებზე და მე ხო ხედავ რომ ისა მაგრამ თან არ ვერევი მაგაში და აი მანდ რომ ხო აი მაგიტო ხო ასე ბევრი ამბობს რომ ასეო ის გიტლერიც მართალი იყო საკუთარ თავთან ხო რა თქმა უნდა ხო და მაგაშია მაგიტო შეიქმნა ეს ფსიქოთერაპია ზუსტად მაგაში ვეხმარებით რომ ის ავთენტურობა ის სინაღდე ის რაც ბავშვს აქვს ის აღფრთოვანება რომ ყოველი წუთი მისთვის საჩუქარია და ჩვენ არ ვიღებთ ამ საჩუქარს სადღაც ვისვრით ყოველ წუთს შეგვიძლია დავტკბეთ იმ ყოველი წუთით იმ ყოველ დღე იმ მზის ამოსვლით იმ რაღაცა ეს ფოთოლი რა ლამაზია ეს გაგვიკვირდეს ამ გაკვირვებას ხო უკარგავ და ეს არის ყოველ წუთას საჩუქარი სამყაროსგან ამ საჩუქრებს სადღაც ვდებთ თაროზე და იქ იმთენი გროვდება მე ვეღარ უძრავ თავზე გვეყრები საერთოდ იმის კოშვე ან გვავიწყდება საერთოდ რომ გვავიწყდება ხო ეგ საჩუქრები ხო და ნახე თუ ჩვენ ეს არ შევწყვიტეთ ყოველთვის მივალთ და არ არსებობს ჩვენ რო გვაქვს ეს შეგრძნებები, ეს ემოციები, ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი, უნდა ვიგრძნოთ. მარტო ცოდნით, საკითხვით, გაგებით ან სხვა მითხრა რაღაცა, კი სხვამაც უნდა მითხრას, მასწავლებელიც უნდა მყავდეს, ყველაფერი ეს გზა უნდა გავიარო, მაგრამ საბოლოო ჯამში მე უნდა ვიგრძნო და ეს არის ჩემში ჩადებული.
ეს არის ისეთი ნაღდია შენ რო ახვალ ავტობუსში და დაждები თქვა ძალიან დაღლილი რო ხარ და ის მოხუცი ქალი რო ამოვა და ის ხმა შეგინდა რომ გეუბნება რომ ადეგი ხა და დასვი ეს ისეთი ნაღდია ეს შეუძლებელი ამას ყველა გძნობს ეს გესმის არის ის სინაღდე და ეს ხმა უფრო და უფრო გესმის რაც უფრო თვითშემეცნებით ხარ დაკავებული რა და ზუსტად მე გიფაქიზდება ეს რაღაცა საოცარი შიგნით რაღაცა სინატი სიფაქიძე ეს ფაქიზდება ძალიან რომ მე უბრალოდ სხვანაირად აღარ შეგიძლია. ხო. უბრალოდ აღარ შეგიძლია. თან მე როგორ აიცე ახლა მე ჩემ მაგალითზე ანუ რო სწავლობ იმ პრინციპს როგორ ხდება ეს მუშაობა შეიძლება ერთი წელი აღარ მიხვიდე თერაპიაზე უკვე შენითაც ახერხებ რაღაცეები იქნა მაგრამ მე რაღაცა რო დიაგნოსტიკაზე ისე მიხვიდე აი მაგ უნარსაც იძლევა და ძალიან მაგარია და აი ის კითხვაც რაც დავსვით რომ აი ვინც პირველ ნაბიჯ სიტყვაზე ვერ დგავს რომ აი უფრო უნდა პრაქტიკაში გადაიტანოს ეს ანუ სმენია რომ ჯანსაღია მაგრამ აი თითქოს აი ვერა და ვერ მოიცალა ალბათ ხო არ ვიცი რა ცხოვრებამ ალბათ უნდა მიიღო ან უფრო იცი როდის მოდიან ხოლმე ერთი და იგივე სიტუაცია რომ ბევრჯერ უმეორდება ხო ანუ ის მოუგვარებელი ის რომ განუკურნებელი შინაგანი ბავშვი რომ ამ დესტრუქციულ ქცევას ყოველჯერზე ახორციელებიებს და არა ადაპტური ხდება უკვე გარემოში ხო და სულ ერთი და იგივე უმეორდება ნუ მე უკვე მოდიან ეს ძალიან ეხმარება ზოგი თვითონაც აცნობიერებს ცვლის ხო ყველა ხოვერიულის ახლა ფსიქოთერაპიაზე ზოგი ხშირია რომ თვითონაც რომ შეანჯღრევს ცხოვრება თვითონაც აცნობიერებს ძალიან ბევრნაირია მე მაგალითად სანამ აღმოვაჩენდი აი მართლა ჩემიანი ფსიქოთერაპევტი ვინც ვისთანაც მართლა ბოლომდე გავიხსენი და აი მართლა ძალიან სიღრმისეული ტრანსფორმაციები გავიარე მაგამდე 3 ფსიქოთერაპევტი გამოვიცვალე და აი ეგეც მინდა უთხრა ახლა ჩვენს მენელს ვინც გვისმენს რომ თუ ქონია ვინმეს ეგეთი მომენტი რომ აი პირველად მივიდა და ის არ იყო რასაც ელოდა თუნდაც ეკლესიის მაგალითზე ის ანუ თუნდა თავისუფლად უნდა შეცვალო ანუ არ გაჩერდით ხალხო პირიქით გააგრძელეთ ძიება აუცილებლად იპოვით ვინც თქვენ სულთან მოვა რეზონანსში და ვისთანაც შეიცვლებით უკეთესობისკენ რა თქმა უნდა ნუ ვინც ეძებს ის ყოველთვის იპოვის ეს ჭეშმარიტება ვინც ვერ იპოვა და გააგრძელოს ძებნა ეგრეა და არ არსებობს რომ ვერ იპოვი იმიტომ რომ ეს ჩვენშია ის მარადისობა ჩვენშია და აი თუნდაც ამ კუთხით რო შევხედოთ ხო ეს არის ის საერთო რაც ყველა ადამიანს გვაერთიანებს ის საერთო ხო აი ის შინაგანი ხმა ის ჭეშმარიტება ის ცნობიერება რომელიც საერთოა ყველასთვის ერთნაირია და შე როგორ შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს შეხედო როგორც ხვას ეს იგივეა რომ ჩვენ ხო აი ერთი რო წარმოვიდგინოთ რომ ერთი სხეულის ნაწილები ვართ ერთი სისტემა ვართ და როგორ შეიძლება ეს ხელი რო ლპება ამას რო ჭრილობა აქვს და უკვე აი საშინელ მდგომარეობაშია მეორე ხელს ეს გაეხარდეს ეს ხო ერთი შეუძლებელია ეს როგორ შეიძლება ხო ამიტომ თუ ამასე აღვიქვამთ ამას რომ ჩვენ ერთნი ვართ ერთი სისტემის ნაწილები ვართ უბრალოდ ყველა სხვა ფუნქცია გვაქვს ზოგი ხელია ზოგი ფეხია ზოგი თვალია ხო და სხვადასხვანაირად გამოხატული რა თქმა უნდა სულ სხვადასხვანაირად და როგორ შეიძლება გაგიხარდეს სხვის ან სხვას ცუდი უსურო ან გაგიხარდეს რომ ის ავათარიან მოკვდა ან რაღაცა დაემართა ხო ასე თუ შეხედო ერთნი ვართ ჩვენ ის მარადიული ის მარადისობა ის ჭეშმარიტება ყველას ერთი გვაქვს ჩვენ და ამისი ამოცნობა ყოველთვის შეიძლება რომ ის დაინახო ადამიანში რომ ის ფაებრივი სხივი ის მადლი ის ასიცოცხლე უბრალოდ ძალიან დამალული არის როგორ თქვა ძალიან ბევრ გროვა რაღაცა ფორმების და ტრავმების რაც ცხოვრებამ იმაში გაატარა და უკვე აღარც შეიძლება ზოგს აღარც კონდეს სურვილი რომ დაინახოს იმ ადამიანში ის რაღაცა ფარული მაგრამ ნუ ყველაში ეგ ჩათესილი არის ხო კი ეგ მოდის წინ რომ აი ვიღაცა რომ თქვა უხეშად მოგექცევა ეგ მოდის წინ რომ ვირა უხეშია და იმ სიუხეშის უკან რა დგას ან როგორ გაიზარდა ან რა ასწავლეს მშობლებისგან რა მიიღო ან რა გარემოში იყო რა ეტკინა რისი დეფიციტი ჰქონდა თუ ისე ხო არ არის ხო ეს სიუხეში და მე ნახე შენზე რო ესე იმოქმედა იმან იმის მასიუხეში ყველაზე ხო ერთნაირად არ იმოქმედებს ესე იგი შენშიც არის ეს იუნგის პირველი ისე არის ჭრდილი რომ გაიცნო უნდა ჩამოწერო რა გაღიზიანებს სხვა ადამიანში და ეგ არის შენში თვალებში არა მე ეგ ძალიან დამეხმარა ძალიან განსაკუთრებით რა ბევრს შეიძლება გქონდეს ბავშვები ხანდახან მაღიზიანებდნენ რაღაცეებში
და ნუ ვერ ხვდებოდი რატომ აღიზიანებ, მე ფსიქოლოგთან აღმოაჩინა რომ ბავშვებში რაც მაღიზიანებდა, ჩემში პატარა ბავშვი ვინც იყო, ეგ მოუგვარებელი ქონდა და იმ პატარა ბავშვს აღიზიანებდა ესენი, ანუ ამ დროს კი არა, აი ეს პატარა ბავშვი ღიზიანდებოდა მაგაზე, რომ ყურადღებას არ აქცევენ, იმას არ შვებიან და მე ჯერ ხო ძალიან ვინანე, რომ ბიჭო რა დებილად ვარ თქო. მე აი 4 ფაზიანი ის იყო, მე თან ბადლიერება გავხადე, ვიყარხარ თქო და მადლობა თქო რა, ანუ აი ის იყო, რომ ანუ თან გამეცინა რომ ეს რა და ირა თქო მაგრამ ნუ აი არის ეგრე რა. ეგრეა, ზუსტად ეგრეა და თუ არ გაიცანი შენი ჭრდილი, არ ჩახედე თვალებში, იმას ხო ვერ მართავ, ის წაგლეკავს. ის ხო არსად არ მიდის, ის მთლიანად წაგლეკავს. აი მთლიანად. დღეს ვკითხულობ. და სრულყოფილი არ იქნები ბოდიში, აი მაგასაც შევამატებ. არა, რა თქმა უნდა. სრულყოფილება არ არის მარტო სინათლე იყო, მე ეგრე ვხედო. სრულყოფილება არის სინათლეც და სინათლეც რო გაცნობიერებული შენში და ყავს ბალანსში ამოცნობილი და შენი იარაღია. რა თქმა უნდა, და ის უკვე აქცია რესურსად. ის, იმიტომ რომ ის გაიცანი, იქ იცი რა არის და ყველაფერი და დღეს ვკითხულობ ერთის ფროიდის პრაქტიკიდან არის ერთი ძალიან საინტერესო მაგალითია, რომ ესე იგი ესეთი პრობლემა ქონდა, ნევროზი ქონდა ქალს და ესეთი სიმპტომი ქონდა ამ ქალს, რომ წყალს ვერ სვამდა ვერანაირი ჭურჭლიდან. ვერ შიქიდა ვერანაირი, საერთოდ წყალს ვერ სვამდა ამის გამო და აი ამ სითხეს იღებდა მხოლოდ ხილის საშუალებით, ხილს ჭამდა და ვერ გაიგეს მოკლედ ვერაფერი ვერ უშველეს ვერაფერი და მე ფროიდთან მიიყვანეს რომ აი მასა ჰიპნოზის მეშვეობით გაიხსენებია საიდან მოდიოდა ამ სიმპტომის უკან რა იდგა და აღმოჩნდა ესეთი რაღაცა რომ ის რაღაცა გარკვეული პერიოდის წინ უვლიდა თავის მამას რომელიც გარდაიცვალა და ამ მამას ქალი ყავდა მოკლედ და ამ ქალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ამ ქალიშვილს და ერთხელაც შეიხედა ოთახში და ხედავს რომ ის ქალი თავის ძაღლს ასმევს წყალს იმ ჭიქით რომელი ჭიქითაც მამამისი სვამდა მუდმივად და ეს დაინახა ვერაფერი ვერ თქვა გამოიკეტა კარი და თითქოს იმ წუთას არაფერი მაგრამ მერე დაეწყო ეს სიმპტომი რომ ისე შეეზიზღა ეთყობა იქ ისა ხო თან იმ ქალის მიმართ საშინელი დაძაბულობა ქონდა თან ის ქალი თან ეს ჭიქა რომელითაც მამამისი სვამს და უცებ ძაღლის სვამს და ეს ერთმანეთთან დაკავშირდა ხო და არც ახსოვდა წარმოიდგინე აი გეთი რამდენი რამეა და როგორც კი ეს გაცნობიერდა მე რა თქმა უნდა მოიხსნა ეს და ჩვეულებრივად დალევდა როგორც კი ცნობიერდება ეს იხსნება და აი ფროიდს ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის უნდა გადაუხადოთ ჩვენ რომ მეცნიერულად დამტკიც და რო ცნობიერის გარდა არსებობს ქვეცნობიერი რომელიც გვმართავს და აღმოჩნდა რომ გვმართავს 90%-ით დაახლოებით 80-90% და მხოლოდ ის რაღაც 10%-ია ცნობიერი და ჩვენ რო გონია რომ ყველაფერს ცნობიერად ვაკეთებთ ჩვენი ქმედებების 90% განპირობებულია ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამა კაპიტანი ყოფილა ესე იგი ხო და გავაგრძელოთ ესე იგი ის თემა რომ აი ეს ჩვენ თუ არ გავიარეთ ამ ჩვენ ჭრილოვანი ბავშვი თუ არ გავკურნეთ, არ გავხდით მისთვის მშობელი და ყველაფერი ის არ მივეცით, ხო? და ეს შესაძლებელია, რომ და მუდმივად უნდა მივცეთ, ვერ დავეკონტაქტებით სრულყოფილად აი მზიან ბავშვს, იმ ლაღ ბავშვს, კრეატიულს და ამასთან სულ უნდა გქონდეს კონტაქტი ყველა ასაკში, უნდა იყოს ჩვენი შინაგანი ბავშვი გახარებული, კრეატიული, სულ თამაშის ენერგიით და ასეთი ადამიანები, ვისაც ეს მოგვარებული აქვს და მართლა ისე იოლად და თამაშ-თამაში არასერიოზულებენ ცხოვრებას. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ აღწევენ. ყველაფერს აღწევენ თავის მიზნებს, მაგრამ სუბუქად, ლაღად, კრეატიულად, თამაშით და ყველა ბავშვობის ოცნებასაც ისრულებენ. სხვა შორის ამის წინ ნახეთ ძალიან კარგი ფილმია, მინდა ურჩიო ჩვენს მსმენელს, ესეთი გადასარევი ფილმი ვოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება. შეიძლება ბევრს ნანახი აქვს, მაგრამ მე ხა სულ სხვა თვალით ვნახე ეს ფილმი. აი კინოთერაპიის კურსია იქ გურამ მეგრელიშვილთან ფასკუნჩი მიყავს მეკო გელაშვილს. ისეთი კმაყოფილი ვარ, უჭკვიანესი გოგოა და კიდე ერთხელ მადლობას ვეუბნები მეკოს, რომ საოცარ ფილმებს გვაჩვენებს და იქვე რომ განვიხილავთ, იმდენ რაღაცას ვხედავთ. მე და აი განვიხილეთ ეს ფილმი და აი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ
ეს ადამიანი, ვინც მთავარი გმირია, იყო ჩვეულებრივი ოფისის ნაცრისფერი თაგვი. ხო. და მე იქცა რათ. და საერთოდ ყველა თავისი ბავშვობის ისიც აისრულა ოცნებების გარდა ყველაფრისა და როგორ გალახდა, როგორი კრეატიული გახდა. რომ ეს ყოველთვის შესაძლოა და 16 წელი ერთ ოფისში მუშაობდა, რაღაცა ნეგატივებს ამჟღავნებდა, ხო? არაფერი ისეთი, ხო? მაგრამ აი ყოველთვის შეიძლება ყველაფრისგან რომ და აი ამ სილაღემდე მიხვიდე, აი ამ რაღაცა იმამდე შემოქმედ მუდმივად რო ხო, არასდროს არა გვიანი. არასდროს და თამაშით, საერთოდ ფილოსოფოსებიც ამბობენ, რომ ძალიან უგაასერიოზულებთ ცხოვრებას, თორე ვერ გაუძლებთ, თამაშეთ ცხოვრები. ხო, მე მგონია, რომ ბოლომდე ვერც გავიაზრებთ რა ამ რეალობის სიმძიმეს და რა სიმსუბუქესაც და ხო, ანუ ვერ დავიტევთ პროსტა ფიზიკურად რა შეასია. ნინო, სანამ აი ხა მინდა რომ აი ეს მზიან ბავშვზეც კარგად გვისაუბროთ რა როგორ, მაგრამ მანამდე რა მაინტერესებს იცი რომ აი რატო მაინც და მაინც აი სინდისთან შენია ეგრე ჩაღრმავება რატო არა სიტყვაზე ის იყო თქოს აი რა რეზონანსში მოვიდა ეგრე სინდისი შენთან რომ მაგაზე გადაწყვიტე ეგეთი აქცენტი გაგეკეთებინა რატო იმიტომ რომ ბავშვობიდან მე ხო ამ სულიერებას ვეძებდი ხო და ეს საწმენაც ყველაფერი ღმერთის ძიება ამაში არ გვეხმარება რომ ვიპოვოთ ის მარადიული ჩვენში და ჩემთვის ეს მარადიული არის სინდისი. ჩემთვის სინდისი არის ღმერთი ჩვენში. ნუ ჩემთვის ესეა რომ ღმერთი არის ყველაფერში და ყველგან, სადაც სიცოცხლეა, უბრალოდ ისე სიცოცხლე ვერ იქნება. მე ასე აღვექვამ და მეც რო ცოცხალი ვარ, აი ეს მადლი, აი ეს ღმერთი ჩემში, რაც არის, ეს არის სინდისი. ჩემთვის ესეა. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს სინდისის იყოს რაღაცა მარადისობა, ან რაღაც უმაღლესი მე ჩემში, რომელიც უკვდავია და მარადიულია, ხო? ეს შეიძლება სხვადასხვა ხედავ. ამ სინდისში იყო შენ ღმერთი, ესე ვთქვათ. აი ჩემში. შენში. და აღარსაც ზებნა აღარ უნდა. ხო, გასაგებია. და სულ შეიძლება ამასთან კონტაქტი და ის სულ მზად არის რომ გეკონტაქტოს და ყოველთვის გიფიქსირებს იმ მარადიულს რაც საერთოდ არსებობს და რაც შენშია. და ძალიან მარტივია. და უღონდ ეს რომ მარტივი იყოს, თვით შემეცნება გეხმარება ამაში, რომ დასვა ეს კითხვები. აი ახლა მე რომ დღეს ჩემშვილს ვეურთიერთე, მეტი ხوار შემეძლო. უფრო მეტად ხوار შემეძლო, მეკითხა რომ შვილო როგორ ხარ? გარდა იმისა რომ ვკითხე რომ სკოლაში რა მოხდა. ხო. ხო. აი ხო შეიძლება თვალებში ჩავხედო და ჩავეხუტო. სიტყვაზე. ხო. ხო და აი ვკითხო ჩემ თავს მე შემეძლო დღეს რომ ჩემ შულს ჩავხუტებოდი თუ შემეძლო მივალ და ჩავეხუტები აი ამას გულისხმობ რომ არ მოვატყუოთ ჩვენი თავი რომ სწორი კითხვები დავსვათ ეს არის თვით შემეცნება ფაქტიურად რომ სწორ კითხვებს უსვამ შენ თავს ხო და ელაპარაკები შენ თავს ხო ესაუბრები ესეა ისეა და ეს გეუბნება როგორ არის გასაგებია გძნობ ამას იმიტომ აშკარად ოღონდ შენ ამ გზით უნდა იარო ეს ბილიკი გატკეპო რა და ეს იყოს რა ეს მთავარი ცენტრალური ესე იგი მაგისტრალი შენი ეს იყოს შეიძლება ამ გზიდან რა თქმა უნდა გადაუხვევ იქით გადმოუხვევ აქეთ მაგრამ მე ისე ვიქ უნდა დაბრუნდე უნდა იცოდე რომ ეს არის გზა იქ არის შუქურა საერთოდ ჯენი გემი მიწურავს აი ჩან შუქურა აი განათებს ხო ის ყოველთვის ანთია ის შუქურა მაგრამ ეს გემი დაბოდიალობს ამ ოკეანეში სადღაც ივიწყებს რომ იქ შუქურა ხო და ეს ყოველთვის აი თუ ეს გვეცოდინება რომ ცდილობებიც კი ძალიან კარგია, რომ აი შეიძლება ვერ გავხდე ის სინდისი საბოლოო ჯამში, მაგრამ მე ხო მინდოდა რომ გამختارიყავ. მე ხო ამისთვის რაც შემეძლო გავაკეთე. და მე ხო ყოველ დღე თუნდაც ეხლა შენთან რო ვზივარ. ვკითხო ჩემ თავს, რომ ეხლა მე ნამდვილი ვარ, ავთენტური ვარ, თუ რაღაცას ისა. ცოტა ვთამაშობ. ხო. აი ეხლა ხო შემიძლია ვკითხო ამ წუთას. თუ მინდა რომ მოვაწონო ამ დროს თავი თუ მსმენელს თუ ვიღაცას, ხო? ეხაც ხო შემიძლია შევწოლო ამ წუთას და ეს ყოველთვის შეგვიძლია რა. ჩვენ ხელშია. აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ ხელშია. თავარია მოვინდომოთ. ხო. და რა მინდა ვთქვა, ჩემი გამოცდილება ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, რაშიც შენ ძალიან დამეხმარე კიდე ერთ თემაში და ეხლა ვიტყვი, რომ ნუ მე დიდი ხანია ჩემ თავზე მუშაობ და ასე თუ ისე უკვე დავამყარე კონტაქტი ამ ლაღდა შემოქმედებით და კრეატიულ შინაგან ბავშვთან და ვახარებ და ვზრუნავ იმაზე და ვუსმენ და ვეუბნები რომ აქ ვარ და აბა ეხლა რა გინდა და არ მოგაკლებ არაფერს დაგიცავ აქ ვარ ხედავ გისმენ ხო და ერთ-ერთი ბავშვობის ოცნება მქონდა დრამი
ხო. ხო და აი შენი საშუალებით მიხარია აი არიცი როგორ ხარობდა შენს გაკვეთილებზე ჩემი შინაგანი ბავშვი. კიდე მწვენოდა იქ გამოხატვა სხვების შემრცხვა. შენი შინაგანი ბავშვი ჩვენს გვახარებდა ჩვენ შინაგან ბავშვებსაც ახარებდა. აი მე ვერ გამოვხატავდი კიდე ვაკავებდი იმიტომ რომ მეხტუნა ისე მიხარობდა იმას რომ ურწყავდი სყელს და კიდე იცი რომ აღმოჩნდა რომ ყველა ნუ კიდე დარჩა ალბათ მაგრამ ნელ-ნელა ყველა ბავშვობის ოცნება ფაქტიურად ავისრულა. ხო. ერთი ბავშვობაში ძალიან სერიოზულად გადამარჩინა მე ზღაპრებმა. და ამიტომ მიყვარს ზღაპრით თერაპია, ეს არის არტ თერაპიის ერთ-ერთი მიმართულება. იმიტომ რომ აი ეს რო ვეძებდი ამ სულიერებას და არაფერი მაშინ არ იყო ლიტერატურა და რაღაცა სულ ზღაპრებს ვკითხულობდი და ეს იყო რაღაც სინათლის საოცარი სხივი რაღაც იმ ციბნელეში და საოცარ იმას ვიღებდი სიმშვიდეს, სინათლეს, რაღაც აი ამ სიყვარულის დალოცვის, აი ამ ბედნიერების რაღაცა საოცარ ენერგიას. სულ ვუსმენდი, ვუსმენდი სად იყო მაშინ ის რა ქვია ინტერნეტი. ვკითხულობდი. ერთი და იგივეს მქონდა ეს მაშინ აი კომუნისტების დროს ეს სიკეთე იყო, რომ წიგნის მაღაზიაში რომ შეხვიდოთ ყველა ერის ზღაპრები. იქიდან ოსურიდან დაწყებული ფრანგულით დამთავრებული იყო. ხონდა მაგ ზღაპრებს რამე საერთო, სხვადასხვა კულტურის ზღაპრებს, რომ აი რა თქმა უნდა ყველა ზღაპრებს საერთო აქ და ეს ხო ყველაფერი იკულიეს, რომ ერთი და იგივე სიუჟეტია, ის იგივე ის გმირის მოგზაურობა, ყველა ზღაპარი ყველა არქეტიპებზე დაფუძნებული. თლიანად არქეტიპულია. თლიანად აბსოლუტურად და თავარი რა არის რომ ნახე ყველა ზღაპარში არის ჩადებული ის კოდი როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. რო სიკეთე იმარჯვებს, რო რასაც დასთესავ იმას მოიმკი, რასაც მისცემ სამყაროს ის გიბრუნდება, ხო? რო ეს მეგობრობას როგორი ძალა აქვს. თუნდაც ის ზღაპარში ის დრაკონი, აი როგორია ის ზღაპრის სქემა მოკლედ რო ვთქვათ, რომ ეს იგი ყოველთვის არის ერთი მთავარი გმირი, რომელიც გამოდის სახლიდან და რაღაც კონკრეტული ამოცანა აქვს, რაღაცა აქვს მოსაპოვებელი, გზაში რაღაც თავგადასავლები ხდება, ყოველთვის წინ ეღობება ანტაგონისტი, ანუ ბოროტი ძალა. ნუ უბრალოდ განსხვავება სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებში, ზოგან დრაკონია, ზოგან დევია, ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, არსი ერთია. დაამარცხებს ყოველთვის მთავარი გმირი ამ ბოროტ ძალას, ან თვითონ ან მეგობრების დახმარებით, ყოველთვის მოიპოვებს, ანუ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, რომც მოკვდეს უკტავების წყლით ასოცხლებენ და აი მითში შეიძლება გმირი მოკვდეს, მაგრამ ზღაპარში არა და ყოველთვის სიკეთე გაიმარჯვებს, მოიპოვებს ის რაც აქვს მოსაპოვებელი და მე ან უკან ბრუნდება, ან იქ რჩება და დასაჩუქრებული და ჯილდოს იღებს და ნუ აი სქემა ერთია. მაგრამ ყველა აი ამ სქემაში თლიანად გაშლილია ყველა არქეტიპი, ქალის არქეტიპები, კაცის არქეტიპები, ნებისმიერი იქ მეფის თუ მსახურის თუ გმირის არქეტიპი და გმირის ვაჭრის, ნებისმიერი სულ გაშლილია და ყველა კოდი რო აი თუნდაც იმ არქეტიპის განვითარებული როგორია ნაწილი თუ დაბალ განვითარებული როგორია რა შევლინდება და და საერთოდ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. ხო, ეს სამყაროს ჭეშმარიტებები არის ძალიან მარტივ და სახალისო ენაზე გადმოცემული. ქალის სწორი სტრატეგიები, ზოგადად სწორი და კაცთან ურთიერთობაშიც სწორი, კაცისაც, აი ყველაფერი ზღაპარშია. მაგრამ მაშინ მე ეს რა ვიცოდი, მაშინ ფსიქოთერაპიაც არ ვიცოდი, რომ კითხულობდი ამ ზღაპრებს და მაძლევდა ეს საოცარ სულიერ საზრდოს, იმიტომ რომ არ იყო მაშინ არაფერი და ეს იყო აი ფაქტიურად ჩემი მთავარი სულიერი საზრდო 100 ჯერ მქონდა თითოეულის წაკის, ხოლო მე ამან გამოიწვია ბუნებრივად ჩემი სიყვარული უკვე ფსიქოთერაპიაში ზღაპრით თერაპიის მიმართ და უკვე გავაკეთე YouTube არხი. ხო და ის ზღაპრით თერაპია რა არის რომ აუხსნათ, ანუ რითი განსხვავდება ჩვეულებრივი კლასიკური ზღაპრებისგან? ზღაპრით თერაპიას ბევრი მიმართულებები აქვს, მაგრამ მოკლედ რო აუხსნათ, ეს არის ზღაპრის გამოყენება თერაპიის მიზნით. ვიყენებთ როგორც უკვე არსებულ ხალხურ ზღაპრებს ან საავტორო ზღაპრებს, საავტორო აი მაგალითად ანდერსენი, ხო? და არის საავტორო არის ხალხური ზღაპრები და ასევე ვიყენებთ ზღაპრით თერაპევტების მიერ დაწერილ თერაპიულ ზღაპრებს სხვადასხვა თემას. ანუ რამეს სპეციალურად, კი, აი თქვა როცა დანაკარგია, კი, სტრუქტურა აქვს თერაპიულ ზღაპარს თავისი, ბავშვის ზღაპარს თავისი დიდისაც, ნუ დაახლოებით ერთი და იგივე, მაგრამ ცოტა განსხვავდება ბავშვისთვის თერაპიული ზღაპარი და დიდი ადამიანისთვის და თავისი სტრუქტურა აქვს, რომ სწორი გზავნილი მიიღოს ქვეცნობიერმა და ის თერაპიული ეფექტი მოხდეს და
არის კონკრეტულ თემებზე. აი მე მაგალითად ეხა გავაკეთე თერაპიული ზღაპრების წიგნი ტკბილი სიტყვა დავარქვით, ერთ-ერთი ზღაპარის სათაური გამოვიტანე და მართლა ტკბილი სიტყვა გამოვიდა, ისე მოწონთ ბავშვებს და 1 წელი ვიმუშავეთ მაგ პროექტზე, ჯერ ჩაუტარე ამ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, ზოგი ფსიქოლოგი, ზოგი ფილოლოგი და დავატრენინგე, მასტერკლასი ჩაუტარე, ესე იგი, ჯერ ზღაპრის თერაპია ვასწავლე. მერე მასტერკლასი ჩაუტარე, როგორ იწერება თერაპიული ზღაპრები, რა სქემაა ეს ვასწავლე. და მერე უკვე დაიწყეს წერა, კვირაში ერთხელ ვიკრიბებოდით ჩვენთან ოფისში. კითხულობდნენ, ვასწორებდით ამ ყველაფერს, რომ აი ზუსტად იმ თემაზე სწორი გზავნილი წასულიყო ბავშვის ქვეცნობიერში და სხვადასხვა 36 თერაპიული ზღაპარი დავწერეთ, ამდენი რომ დაგროვდა. მე როგორ ვთქვით, რომ ეხა წიგნი, ხო? და ძალიან კარგი წიგნი. ძალიან განსხვავდება კლასიკური ზღაპარისგან, იმიტომ რომ იქაც ხო არის ეგეთი გზავნილები. ძალიან არ განსხვავდება, რა, აქ მიზანი რა არის? ნახე, თქვათ ბავშვი მორიდებულია და შენ წერ ზღაპარს, რომ ის მეტად გამბედავი გახდეს და ეს გზავნილი ჭირდება. თქვათ ეჭვიანობს დაზე, ძმაზე პატარა რო იბადება, ხო? აი ის რესურსი მიცე, რომ შეძლოს რომ სხვა კუთხით დაინახოს. თქვათ, ან ოჯახი გაეყარა და განიცდის ბავშვი და რა რესურსი ჭირდება ამ დროს, ხო? ან ზარმაცია და თქვათ ძალიან ეზარება სწავლა და რაღაც სტიმული რომ იცე რომ სხვა კუთხით დაინახოს. არის ბავშვს რეალობა თავის ენაზე და გასაგებ ენაზე მიაწოდოს. კი და თუ პატარა ასაკია, რეალობის აი სიმძიმეც შეიძლება ითქვას არის. თავის ენაზე და აუცილებლად ასაკის შესაბამისად პატარა ასაკისთვის აუცილებლად ცხოველებზე უნდა იყოს, უფრო იოლად იღებს აუცილებლად, უფრო იოლად იღებს ბავშვი და ეხლა ჩვენ გვინდა ამ წიგნის მეორე ნაწილიც გავაკეთოთ, უკვე თინეიჯერებისთვის და დიდებისთვის დავწეროთ ეს თერაპიული ზღაპრები და იქ უკვე ცხოველები არა, იქ უკვე აღარ გამოგვადგება, იქ რაღაც ისტორიები უნდა იყოს ვიღაცაზე და რაღაცა და იქ ეხა ჩვენ ვაპირებთ კიდევ, ხო მე გასაფერადებელი როულებიც გავაკეთეთ იმ ზღაპრის გმირები თითოეულ ზღაპარზე 3-4 ნახატი და კიდევ უფრო რო აფერადებს, კიდევ უფრო ეკონტაქტება ბავშვი და ეგეც თერაპიული ძალიან თერაპიულია და იქ მე უკვე გვაქეს წიგნები, ბევრი უკვე იყენებს, ოფისიდან ყიდით და ყიდულობენ და სკოლის ფსიქოლოგები, ბაღის ფსიქოლოგები, დაწყებითი კლასის პედაგოგები, რა ვიცი, ვისაც ისე ბავშვებთან მუშაობს და რაღაც თავისი ისა აქ პატარა ცალკე რაღაც სახელოსნოსავით, ხო? და მშობლები თავისთავად. ზოგჯერ მშობელი ისეთი დაღლილი მოდის, რომ აი იმ წიგნის წაკითხვის თავიც აღარ აქვს და ამიტომ გავაკეთე YouTube არხი, დავარქვი თერაპიული ზღაპრები და იგავები და იქ ვტვირთავთ. იქ ოღონდ მარტო ბავშვებისთვის არ არის. იქ არის ყველა ასაკისთვის, დიდებისთვისაც, ბავშვებისთვისაც. იქ გვაქვს უკვე არა მარტო თერაპიული ზღაპრები, არამედ იგავებიც, ბრძნული იგავები, აღმოსავლური იგავები, ქრისტიანული, ყველანაირი, ხო, ყველანაირი იგავები. მეც ძალიან მიყვარს და სულ ვიყენებ ფსიქოთერაპიაში და ამ წლების მანძილზე რომ ვიყენებდი ამ იგავებს, დამიგროვდა ამას, ხო, ვინახავდი, რაც გამომადგა, რამაც გაამართლა, იქ ზღაპრებს, ხო, ხალხურსაც, ისეც, ასეც და იმდენი მასალა დამიგროვდა, რომ იმიტომ გადავწყვიტე მე აი ამ YouTube არხის გაკეთება, რომ სხვასაც ეს სიკეთე გაეზიარებია, იმიტომ რა თმინდოდა ეს დალაგებული მასალა და ვზივართ ამას პირდაპირ ვკითხულობთ და იმას ვამბობდი დაღლილი რომ მოდის მშობელი უკვე მე წიგნის საკითხვის თავით აღარა წიგზე ეძინებათ და იმათთვის უკვე ეს მოსახერხებელია YouTube არხი ჩაურთავე პირდაპირ მოусმენთ ხო პირდაპირ ბავშვს ნუ საკითხვა კი ჯობია მეტი კონტაქტი მყარდება და ის სხვა ის არის სივრცე იქმნება მშობელსა და შვილს შორის მაგრამ სულ არაობას მოსმენაც ძალიან კარგია ხო და ასე რომ ამასაც ძალიან იყენებენ და ძალიან მიხარია და ეგეც ჩემი ოცნება იყო სხვათა შორის რომ და სუნელნელა ვხვდები რომ ზოგჯერ რაღაცას ვაკეთებ და მე მახსენდება რომ ამაზე ხო ვოცნებობდი და ესეც ოცნება იყო პირველად რომ გავიგე რომ არსებობს პეტერბურგში ზღაპრით თერაპიის ინსტიტუტი თელი ინსტიტუტი კი და გადასარევი ძალიან ძლიერი ფსიქოთერაპევტი ამ ინსტიტუტის დირექტორი ზინკევიჩევის ციგნეევა და ციგნები აქვს უამრავი დაწერილი ქალის არქეტიპების ზღაპრებში მამაკაცის არიან უამრავი ძალიან საინტერესო მასალა კი
კი, საოცარი ის კოდია ჩადებული და მაშინ ვიფიქრე რომ აუ რა კარგი იქნებოდა თქო რომ საქართველოშიც რამე მსგავსი და გავაკეთოთ როდესმე თქო, მაგრამ ეს აღარც მახსოვდა და მე ფაქტიურად ეს წიგნი გაკეთდა, YouTube არხი გაკეთდა, ხო? სულ მაგ ამ მიმართულებით ვასწავლი ბევრს, ვატრენინგებ რა არის ეს ზღაპრით თერაპია, წერთ ამ ზღაპრებს და ფაქტიურად ინსტიტუტი არ არის. ეგრევე ხო. არხიც არის, წიგნიც არის, ტრენინგებიც არის, გაზიარებაც არის და ნუ უცებ ახ გავაცნობიე რომ კაცო ესეც ხო ეს არის, ხო? ფაქტიურად და მე ნახე გარდა მაგისა, აი არ არის ძნელი ამ შინაგანი ამ ლაღი შინაგანი ბავშვის მოსმენა რომ შენ თავს კითხო რომ ეხლა მე რა გამიხარდება თუნდაც ეს რო კითხო შენ თავს ხო აი რა მინდა ეხლა მე ყავა მინდა თუ ჩაი თუნდაც იმიტომ კი არ დავლევ ჩაის რომ იქ ყველა ჩაის სვამს შენ რა გინდა აი მე რა გამიხარდება ხო რომ მე შევძლო რომ ყველა მომენტ შემოქმედებითაც როგორც ბავშვი უდგება როგორც ბავშვი ხო ბავშვი ხო ეგ არის ყველაფერი უკვირს ყველაფერი უხარია გემოსაც ყველაფერი ხო ახალია და ყოველთვის შეიძლება ესე შეხედოს სამყაროს რომ ესეთია საინტერესოა რომ ყველაფერი გაგიკვირდეს რომ ეს სამყარო მეგობრულია შენს მიმართ შენს მიმართ კეთილგანწყობილია ყველა რესურსია შენთვის აი გადაშლილი წიგნია სადაც ყველა რესურსია შენთვის აი როგორც ბავშვი უყურებს ბავშვი ხო ესე აი გა უკვე მზის ბავშვის პოზიცია ხო ანუ უფრო დომინანტი უკვე შენში ხდება არა ჩრდილოვანი ბავშვი არამედ მზის ბავშვი მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხო და შენ ცხოვრობ მსუბუქად მოგდის კრეატიული იდეები თამაშობ ყველაფრით ფაქტიურად. აი არის ესეთი გამონათქვამი რომ ეცეკვე პრობლემას. ეცეკვე რომ ეგრო პირველად გავიგე ისე მომეწონა. და შენ თუ შეგიძლია რომ პრობლემას ეცეკვო დამთავრებული ამბავია. შენ თუ შეგიძლია რომ გაიღიმო შენ პრობლემას და იუმორით შეხედო. შენ რა თქმა უნდა ხო მაგრამ ნუ აი რთული არის რა მაინც შესაძლებელია შესაძლებელია და ისიც შესაძლებელია რომ რაც არ უნდა ისეთი ოცნება იყოს აი მაგალითად ხო აი ამაზე მინდა და მე თქვა დრამათერაპიაზე ესეც არის არტ თერაპიის ერთ-ერთი ძალიან კრეატიული და ძალიან საინტერესო მიმართულება დრამათერაპია, ნუ მოგეხსენება რომ არტ თერაპია ხელოვნების ყველა დარგს იყენებს თერაპიის მიზნით, ხატვას, ცეკვას, მუსიკას, ლიტერატურას და ასევე თეატრსაც, კინოსაც და თეატრსაც. და აი თეატრის გამოყენებას თერაპიის მიზნით ქვია დრამათერაპია. ხო. ყოველშორის ეგეც ძალიან სასაცილოა, რო არ იცის ხალხმა ეს რას ნიშნავს, ზოგი მეკითხება ხოლმე რომ ეგო რას ნიშნავს დრამაქალები რო არიანო. და მაგათ თერაპია ეგაო და მე უხსნი რომ ეს არის თეატრის გამოყენება. ხო და ძირითადად ამ დრამათერაპიაში დგამთ ზღაპრებს სპექტაკლად. ანუ მაგას ხო მაგაზე ზღაპრებს. კი. ხო და ზღაპარი იდგმება და იქ ბევრი მეთოდია როგორ დგამთ და სპონტანურად იდგმება რეჟისორის გარეშე, თვითონ ინაწილებენ როლებს, თვითონ უამრავი მასალა მომაქვს ორი დიდი ჩანთა, სადაც არის ყველაფერის ნაჭრები, პლედები, აი რაც ზღაპარს ჭირდება, ვთქვათ, იქ ჯოხი, ფერის, მეფე დედოფლის გვირგვინები, ჯადოქრის მოსასხამი, ბევრი რაღაცაა საჭირო, სრული ის იყოს, რაც ზღაპარს ჭირდება. თვითონ ქმნიან კოსტიუმებს ამ ნაჭრებით. ესეც ცალკე რიტუალია, რომ შენ პერსონაჟის შენ თვითონ რო ქმნი კოსტიუმს, ისე მოწონთ ხოლმე მე ყველა ფოტოს იღებს რომ დარჩეთ ეს კოსტიუმი და მე ხოლმე გაიხადონ ეს ყველაფერი. ამას ესე იგი თამაშობენ და მე რეპეტიციის დროს მე გასული ვარ, მე მეძახიან, ეს ერთი 10 წუთი გამოდის სპექტაკლი დაახლოებით და მე უკვე წრეში ამას განვიხილავთ და საოცარი გაცნობიერებებია. საოცარი და ეს რატო ვთქვი რომ ბევრი აქ იმ ბავშვობის ოცნებასაც ისრულებს ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ოცნებობს მსახიობობაზე. ხო, ან რეჟისორობაზე და ან ვინც უნდოდა რომ ყოფილიყო ისეთ გმირს შეიძლება თამაშობს ან ეგ კიდე სხვა თემაა, ნახე ზოგჯერ არის რომ შენ თუ ხარ გაუბედავი ცხოვრებაში, იქ შეგილია გამბედავის გმირი აირჩიო და რეპეტიცია გააკეთო რომ მე ცხოვრებაში შეძლო და ზოგჯერ ვერ ბედავს ადამიანი და იქაც იმ როლს ირჩევს და მე ამას აცნობიერებს რომ აქაც ხომ მქონდა შანსი და შემეცვალა ხო აი სხვა ვარიანტებია ბევრი და სამყაროსგან ბევრი გზავნილებია და აი ძალიან ეფექტური მეთოდია იმიტომ რომ აქ ხო სხეულით ხარ ჩართული და სხეულით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეცნობიერი სხეულის ენით გველაპარაკება ჩვენ და იმხელა ინფორმაციას იღებენ იმხელა გაცნობიერებებს რომ აუთქვამთ რომ აი თქვენთანო რომ მე არაო 1-3 თვეო ხო
აი ამ ერთ სპექტაკლში რაც მივიღე, იმდას ვერ მივიღებდიო. ისეთი ეფექტი აქვს. საოცარი, აი თქვენ სივრცეშიც მინდა რომ ეს ჩავატარო. უკვე დავილაპარაკეთ ამ თემაზე, რომ აუცილებლად ეს დრამათერაპია მინდა რომ ჩავატარო, იმდენად ეფექტურია. ისეთი ისე იღვიძებს ადამიანის პიროვნების შემოქმედებითი ნაწილი. ხარობს ჩვენი შინაგანი ბავშვი. ჯერ მარტო ამიტოა კარგი. ხო, გონია რომ აი განლაგება რაც არის სისტემური მაგასაც გავს, იმიტომ რომ მანდაც ხო რაღაცაში შედიხარ თითქოს და აქაც მაგრამ პრინციპული განსხვავებებია ის სხვანაირია. მაგრამ გონია რომ აი რაღაც თითქოს ერთი ფესვებივით აქვთ რაღაც მსგავსი ან ერთი ნიადაგი საიდანაც ამოდის. რაღაცა კი, ხა ასე საერთო ყველაფერს ფსიქოთერაპიულ მეთოდს აქვს, კი. მაგრამ ნუ რო არ ეგონოს ხალხს რომ მაინც ეს განლაგება სხვა არის, ხო? ხადია, აბარა. ხო, ეს სხვა არის, მაგრამ ნუ აი ისეთი სასიამოვნო ამას ესელფენიც და ეგ ალბათ რო შინაგანი ბავშვი ხარ. უნდა გამოცადო რა, იმიტომ რომ ხო მეც განლაგება სანამ არ გამოვცადე, მე რანაირად მუშაობდეს თქო ეგ ანუ ვერ ხვდებოდი. მე ბევრჯერ გამომიცდია განლაგება. ხო, მეც ესეც ეგეთი მგონია რომ აი ხაც ეგ მაქვს რომ ანუ ესე დიდი თეატრის მოყვარული არ ვარ თეატრის მოყვარული, მაგრამ მგონია რომ განლაგება რო გავიგე რა იყო, აქაც აქვს ამას დიდი რესურსი რომ ისეთი ცვლილებები. ძალიან დიდი და სხვა შორის მეც დამეხმარა ეგ ოცნების, ჩემ ბავშვობის ოცნების ასრულებაში, რომ ბავშვობიდან მინდოდა ან რეჟისორი ვყოფილიყავი, ან მსახიობი. ხო, მე მსახიობობით. ხო და მე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში, გადაწყვნა ამ ფსიქოლოგიამ, იმიტომ რომ ადამიანი ყველაზე მეტად მაინტერესებდა და აღმოჩნდა რომ იქ იყო მეორადი ფაკულტეტები და შეგეძლო ჩაგებარებია და პარალელურად დაგემთავრებია და ეგრევე ჩავაბარე სარეჟისოროზე მეორადზე და გელა კანდელაკმა აიყვანა ჩვენი ჯგუფი ერლო მახოლედიანის სცენარს გვასწავლი და სცენარის თან რეჟისორიც ხარ. რეჟისორიც ხარ თან. ნუ იქ ხა ისეთ დონეზე რაც გვასწავლეს კი გავლილი მაგრამ ოთარ იოსელიანმაც კი ერთი ლექცია ჩაგვიტარა მონტაჟში. ისეთი საინტერესო იყო. ნუ აი ძალიან ისეთი ხალხი გვასწავლიდა და იქაც აი ნაწილობრივ დავიკმაყოფილე ისიც რომ დავამთავრე, მაგრამ მე ვერანაირად ეს ვერაფერში ვერ რეალიზდა და ეს დრამათერაპია რო ეს მეთოდს გავეცანი და უკვე ამდენი ხანია აი ცოდნაც გამოვიყენე და ის დავიკმაყოფილე, ის სურვილი მართალია ეხა იქ მე თვითონ როცა წამყვანი ვარ მე თვითონ არ ვთამაშობ იმ სპექტაკლში და არ ვდგა, მაგრამ იქ იმდენად მიკმაყოფილდება აი ეს სურვილი და რეალიზდება, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. თითქოს რეჟისურის ის მოთხოვნილებაც რაღაცნაირად რეალიზდა და ის სამსახიობოც რა. და აი მაგაშიც ძალიან დამეხმარა. მე ნახე როცა აი ამ შინაგან ბავშვს, აი ამ ლაღ ბავშვს, გახარებულს, კრეატიულს ეკონტაქტები ძალიან კიდე უფრო ავითარებ შენ შემოქმედებით პოტენციალს და მონაცემებს, მოდი საოცარი იდეებით, ამ იდეებს აკეთებ სუბუქად, ლაღად, თამაშით და რაღაც ისეთ ნაკადში შედიხარ, სადაც აი სამყაროში თითქოს ყველაფერი შენთვის ხდება. აი ხვდებიან ის ადამიანები, ვინც უნდა შეგხვდნენ, რაღაც სიტუაციები, რაც იმ თანხმდრაში მოდიხარ, ხო შენ რეალურ იმასთან, სახესთან და მისიასთან, ხო? და აი რაღაც იმაში ხარ, მართლა ნაკადში ხარ. ხო. საოცარ ნაკადში. ხო, როგორი მნიშვნელოვანი არის, რომ აი მაგაზე ვიმუშაოთ ყველა. ჭრდილოვან ბავშვებს და მზის ბავშვებს. არა, ვიწყებთ ჭრდილოვანით. ხო, ვიწყებთ ჭრდილოვანით, ხო. კი, და ის იკურნება. იმიტომ რომ თუ არ დავიწყებთ ჭრდილოვანით, რაც გონია რომ მზის ბავშვია, რეალურად არ იქნება და იქნება ჭრდილოვანი ბავშვის რაღაც არა, ვერ მივალთ უბრალოდ იქამდე. რა არის იმდენად იკეტება ადამიანი ამ თავის მოწყენილობაში, სევდაში, იმაში რომ არ აღიარეს ის ტკივა, ის შიშები აქვს. ის შეშინებული ადამიანი, როგორ გაიხარებს? ხო. აი ის სხვა ენერგიაში ხარ. და ის რო იკურნება, ეს ჭრილობა შეხორცდა, დამთავრდა. და სანამ ჭრილობაა, შენ ყოველ შეხებაზე ის ტკივა, ხო? და ყოველ ჯერზე ის იღვიძებს. და ეს მე უკვე ეს დამთავრდა. ხო. შენ გახდი შენი თავის იდეალური მშობელი, ყველაფერს შენ თავს აძლევ და პირიქით მე ვთქვი, ნახე, მშობლებს აი ვისთვის უნდა უთხრაო, ბევრს უთქვამს, რომ მშობლებს მადლობაო, ეს დამაკლეს, აი რა გამიკეთესო და ნახე თურმე მთავარი რა ყოფილა. მარტო იმისთვის უნდა შეგვიძლია მშობელს უთხრათ მადლობა, რომ სიცოცხლე მოგცეს. და თურმე ვერაფრით გარდა ამისა ხო ბევრი რამე მოგცეს კაცო, მაგრამ თუნდაც მარტო ამისთვის და ვერაფრით ვერ გადავიხდით მშობლის ამაგს. ყველა მშობელს როგორიც არ უნდა იყოს დიდი ამაგი აქვს თავის შვილზე.
გარდა იმისა, რომ რაც მოგცა ვაგრძელებ იმას, სიცოცხლე მომცა, მე ვაგრძელებ სიცოცხლეს. ნუ თუ შვილი მეყოლება ხო კიდე უკეთესი, ჩემ შვილშიც გაგრძელდება, შეიძლება შვილიც არ მყავდეს. ეხლა მე 3 შვილი მყავს და 10 შვილი. მე 11 გაჩნდება ეხლა მალე. და მე იმათში ისე ვხედავ ამ სიცოცხლის გაგრძელებას და ისეთი ბედნიერი ვარ. ეს კიდე ცალკე სიხარული, მაგრამ ვიღაცას არ ყავს შვილი. მე რა, შენ რაც გადმოგეცა ის სიცოცხლე მშობლებისგან, შენ ცხოვრობ სულფასოვანი ცხოვრებით, კი არა არსებობ. შენ სიცოცხლე მოგეცა, არსებობა კი არა. კი არ უნდა იარსებო და მიაჩანჩალო ეს ცხოვრება რაღაცნაირად. არა, სავსე ცხოვრებით უნდა იცხოვრო და ამითი უბრუნებ იმ მადლიერებას მშობელს. ამითი იხდი იმ ამაკს, რაც მოგეცა, აგრძელებ. ხო. მეტი ვერაფრით ვერ გადავიხდი, თქო სავსე ცხოვრებით ცხოვრობ, უსმენ შენ თავს, შენს ინტერესებს, შენს სურვილებს, შენს მოთხოვნილებებს, ხო? სწავლობ როგორ მოусმინო ამას. ეს არ არის იოლი. სწავლობ შენი საზღვრები როგორ დაიცვა. თუნდაც მშობლისგან, თორე მშობელიც ხშირად იჭრება ხო საზღვრებში. ამას ყველაფერს სწავლობ, რომ შენი ღირსება, რომ ყველაზე ძვირფასი ღირსების გზნობა და ამაზე მეტი არაფერი არ. ამასაც სწავლობ. ხო, სწავლობ, რომ როგორ დაეკონტაქტო თუნდაც ამ ღირსებას, რომ ამაზე ძვირფასი მარგალიტი არაფერი არ აქვს და ეს არის ყველაზე ძვირფასი, ხო? ამასაც სწავლობ, ყველაფერს სწავლობ. თავარი ეს მოინდომო რა. და ყოველ დღე უფრო და უფრო საინტერესო უნდა გახდეს ცხოვრება. როგორც ბავშვს არ არსებობს, რომ დაკარგოს ინტერესი რაღაცის მიმართ. არ არსებობს, რაც არ უნდა მოხდეს. ყველაფერი აინტერესებს. ასე უნდა იყოს დიდიც ის გაკვირვება, ის ინტერესი ცხოვრების მიმართ, ის შემოქმედებითი ხედვა, რომ აი ეს მე ჩემებურად როგორ გავაკეთო, ჩემი როგორ გავხატო, ეს კი არის, მაგრამ კი ვისწავლე ხატო, მაგრამ მე ჩემი ნიშა, ჩემი სტილი როგორ შევქმნა. ეს დაუსრულებელი პროცესი. ეხლა მე ლექსებსაც წერ ხატავ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ბევრ ამას ვაკეთებ და მაგ ყველაფერს აერთიანებ უკვე შენ საავტორო პრაქტიკებშიც, ხო? კი, რა თქმა უნდა, და ეს ისე მეხმარება, რომ იღვიძებს ჩემში ეს შემოქმედებითი ეს ისა რა ქვია, უნარები და ჩემი პიროვნების ეს ნაწილი სხვაშიც ხედავ მე ამას. თუ შენში არ დაეკონტაქტე, სხვაშიც ხო ვერ დაინახავ. და სხვაში ამოუწურავ რესურსს ხედავ. ამოუწურავ რესურსს და იქ ხედავ ის გაბზარულ ქოთანს, რა სიკეთე, რა სილამაზე აქვს, რა სიკეთე შეუულია, რომ გაილამაზოს ცხოვრება ზუსტად იმ ბზარით, რომელიცაც განიცდის და თავს იკლავს იმ ბზარის გამო და სინამდვილეში ის არის მისი სილამაზე. ის ყოველთვის შეუულია აქციოს რესურსად და სილამაზე, ხო? მე კიდე რახან ეხა მინდა ვისარგებლო რახან აქ ვარ, ძალიან დიდი მადლობა ამ სივრცეს გადაუხადო და დავდივარ აქ მედიტაციური იოგაზე ზაზა ტატინაშვილთან, ზაზას ძალიან დიდი მადლობა და ესეც მინდა ვთქვა, რომ აი პირდაპირ ჩემთვის ეს სივრცე იყო გადარჩენა. ეხლა რა ნახე რა მოხდა იმის გამო რომ აი მართლა ძალიან მეყვარს ჩემი პროფესია და მთელ გულს უდევ ამაში და სულს და ყველაფერს და ვცდილობ სულ განვავითარო. რაღაცა პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რომ უფრო მოვიცალე, უფრო აი ჩემი მშობლები აღარ არიან ცოცხლები, მათაც რო უვლიდი და რაღაცა ნუ ამ სხვა დრო უნდა და ყველაფერს ხო, შვილები გაიზარდნენ უკვე თავისი ოჯახები ყავთ და დრო უფრო გამეთავისუფლდა და მთლიანად აი ძალიან ზედმეტად ჩავიძირე ამ მუშაობაში და ძალიან გადავიღალე. და ეს მე ესეც თავისებური ხიბლია, რომ შენ როგონია რომ ეხმარები ადამიანს და ისა და შენ თავს თუ არ ეხმარები, სხვას როგორ დაეხმარები, შენ თუ განადგურდი და ეს უკვე ხიბლში ვარდები, რომ აი მე ისა ვარ და მაგარი ვარ, სხვას მეხმარი, შენ თავს დაეხმარე რა. ეხლა ისეთი გადაღლილი ვიყავი. აი მართლა ღმერთს ვთხოვდი რომ მიშველე თქო, იმიტომ რომ ადამიანი რომ შემოდიოდა აღარ მიხაროდა. და იქ დამთავრდა ფსიქოთერაპია. შენ თუ იქ ვეღარ ხედავ ყველაფერს, რაც უნდა დაინახო ის სიკეთე. როგორ იმუშავებ, ხო, რომ კარს რო აღებ, აღარ მიხაროდა, სადღაც დამალვა მინდოდა, სადღაც შეძრომა მინდოდა, მაგიდის ქვეშ. ხო და ხო და ნუ მივხვდი, რომ ისე გადავიღალე, რომ ჩემ თავს უნდა უშველო. ნუ კი მე მაქვს უამრავი მეთოდი ბუნებაში გასვლა ძალიან მშველი, იქ ცურვა ძალიან მშველი, სეირნობა, ფეხით სუ ეს ძალიან მშველი. ეს ყველაფერი ამას. სხვას ვასწავლი და მეც რა თქმა უნდა ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ არ ძალიან ისე ვიყავი რა მოკლედ, რომ რაღაც რადიკალური მჭირდებოდა, რომ
აი რაღაცა შიგნი შეუბრუნებული ყავდა და შინაგანი, ესე იგი, აი ეს დავკარგე რომ თან შიგნით ხარ, თან გარეთ ხარ. უკვე გარეთ გავედი ძალიან. და აი ის რომ წონასწორობა რომ შეუძლია ადამიანს რომ თან მთლიანად იყოს შიგნით და ის დამკვირვებელი შინაგანი არ დაკარგოს და თან იყოს გარეთ და ხარისხიანად იმუშაოს, ეს დავკარგე. და მოკლედ გამოჩნდა ზაზა, ერთმა გოგომ მითხრა რომ მე იქ დავდივარო და შენ ვერიკომ ვიტყვი და დიდი მადლობა ვერიკოს. არ გინდაო? ის ვერიკოც თქვენ სივრცეში გავიცანი ფილმის გარჩევაზე. სხვადასხვის. ხო და არ გინდა რომ იარო. აი ვერიკო მე ვთხარი ხარ, აი შემომხედე ხა ასანების გაკეთების თავი მაქვს. თქო, კარგი ხარა, თქო რა. რა ასანებიო, მოდი ხარ წვევი და მედიტაციას ისმენ. მართლა მეთქი. თან სანატრელი მედიცინი იოგა. თან მანამდე ზაზა მოსმენილი მყავდა იმაში ქალების პოდკასტში ადრე იყო მიწვეული და ძალიან დამაინტერესა იმდენად ღრმად საუბრობდა იმდენად ღრმად ესმოდა. ხო ზაზას მაგარი საუბარის მანერა და აი ტრანსში ვიყავი მთელი საუბარი. რომ ის შინაგანი სამყარო რო გესაუბრება შენ შინაგან სამყაროსთან გაკონტაქტებს ფაქტიურად და მაშინ ძალიან დავინტერესდი და ვიფიქრე ნეტა ეს კაცი ვინ არის თქო, მაგრამ მე დამავიწყდა საერთოდ. ხო და მე კიდე თქვენთან იყო, ნიკოლოსთან იყო. ხო. პოდკასტში ისიც მოვისმინე. მე დაემთხვა რომ ეს ვერიკომაც მითხრა და ნუ მივხვდი რომ უნდა მოვიდე. ნიშადია მოსვლის. აშკარად. და მოვედი და იმის მერე დავდივარ. და თუშეთშიც ვიყავი თქვენს რიტრიტზე, რომელიც ფაქტიურად ზაზა იყო იქ ცენტრალური ფიგურა, იქ რაღაცებიც იყო, მაგრამ ნუ ზაზა იყო და თან დაემთხვა ისიც რომ მე ხო ჯერ კიდე როდის ნიკოლოზ რერიხის ნახატები, მას ჩემში აი მართლა ტრანსფორმაცია მოახდინა, აი ჩემში აი სამი რაღაცა მახსოვს ესეთი, რამაც აი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა, ეს იყო აი ეს ნიკოლოზ რერიხის ნახატი. თუმე ნახат შეუძლია ასეთი ტრანსფორმაცია. ჩემზეც ზუსტად იგივე იყო შემიძლია. აი პატარა წიგნი ალბათ გააქვს წაკითხული საყოველთაო ცნობილი წიგნია. თოლია ჯონათან ლივინგსტონი, ხო, რიჩარდ ბახის და სახარება. აი ამომატრია. კარგი ისაუბრა. ხო, აი, ნუ ბევრი რაღაცა მიმოქმედა ხა იმდენია ხელოვნების ნიმუში და ყველაფერი ნაწარმოები, კინო, თეატრი, მე თეატრიც მიყვარს ძალიან, მაგრამ ნუ ყველაფერი ხა არაფერს არ ვაუფასურებ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი პირადად ჩემთვის აი ეს გამორჩეულად ის იყო და ხო და ხო თან რერიხს და აგიოგას პირდაპირ კავშირია, ეს ყოფილი დაემთხვა და ნუ ეს იყო ისეთი გადატვირთვა. ისეთი კონტაქტი და აღდგენა ამისი. აი ამ რო თან შიგნით ხარ და თან შეგიძლია გარეთაც ხარისხიანად იყო და არ იყო მარტო გარეთ და გადაღლილი და გამოფიტული, ხო? ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, ამ სივრცეს. პირიქით. რო აი შექმენით ეს რო ესეთი კომფორტულად შეუძლია ზაზას აქ მოვიდეს ამხელა დარბაზია იქ ბევრი ვეტევით არავის ხელს არ უშლით ყველას ერთმანეთი გვიყვარს ყველა ერთმანეთს ვლოცავთ რო აქ ვართ და ეს სიკეთე შეგვიძლია მივიღოთ და ესე ღრმად ჩვენ შინაგან სამყაროს დავეკონტაქტოთ და განვიკურნოთ ყველა ადამიანს შეუძლია განკურნება. უბრალოდ ჩვენ გვავიწყდება ეს, რომ ჩვენშივია ეს მკურნალი. ეგ ძალა გვაქვს, რომ ეგ რა თქმა უნდა, ეგ ყველა შეუძლია, მაგრამ ეს ხო გავდივართ აქედან სხვა ტალღაზე ვართ, სხვა რელსებზე გადავდივართ. ხო, თან გარე სამყარო ძალიან მიგათრევს თავისკენ რა იყო. თითქოს ყველას უნდა რომ აი არა ესე და იმას არ გეკითხებიან შენ რა გინდა და ხო. ნუ ეგ ბავშვობიდან ეგრე ვიზდებით, მაგრამ ალბათ ეგეც გასავლელი გზა გვაქვს, რომ ჯერ უნდა მივიღოთ, ხო? მერე გავაპროტესტოთ, მერე პროტესტში ძალიან ზედმეტად ჩავარდეთ, ხო? მერე ისევ რაც გადავყარეთ, ამოვიღოთ. ნუ ეს ჩვეულებრივად ადამიანის გასავლელი გზა არის, უბრალოდ აი ამ ცენტრალური თვითშემეცნების ხაზიდან, გზიდან არ უნდა გადაუხვიოთ. პატარ-პატარა გადახვევები იქნება, წაქცევები იქნება იმ გზაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ერთი წმინდა მამის ძალიან კარგი ის არის. გამონათქვამი ძალიან მიყვარს ეს და ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ აი თუ წაიქცევიო,
იქ არ დარჩეო, თუ გეტირებაო, ადექი გზა გააგრძელე და გზაში იტირეო. გზაში იტირეო. აი მაგარია. მაგარია, ძა. ხო, იქ არ უნდა დარჩე რა. ხო. გააგრძელე გზა. თუ გეტირება, რა თქმა უნდა იტირო. ხო, მაგრამ არ გაჩერდება. რა თქმა უნდა იტირო და სტირილიც აუცილებელი, როგორც გაბრაზება აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემოციებს არ დავეკონტაქტოთ. უნდა გაუბრა, თუნდაც აი მე ძალიან ხშირად მაქვს ჩემ პრაქტიკაში და ეს მინდა ვთქვა, იმდენად ხშირად არის, მინდა ვთქვა, რომ ბევრ ადამიანს წაადგება ეს, რომ ნახე, მოდიან. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს ეშლება, ვინ არის იდეალური და ძირითადად მაგაზე გვაქვს, ხო, ჩვენ მუშაობა, რომ აი შევძლოთ, რომ გაუგოთ. თუ გაუგე მშობელს, უკვე მე აპატიებ. მაგრამ სანამ ამ გაგებამდე და პატიებამდე მიხوارთ, ძერ უნდა გაბრაზდე. და ზოგი მოდის, ნახე როგორ. ზოგი მოდის ქრონიკულად არის გაბრაზებული. ვერც გამოხატავს ამ გაბრაზებას და მე ეს გაბრაზება აბოროტებს ადამიანს. ხო. იმიტომ რომ უკვე ეზიზღება ის მშობელი, აი ძალიან ცუდ იმაში გადადის ენერგიაში. და ესეც არის ის ადამიანმა, რომ ზოგს ცხენია ამ გაბრაზების და თრგუნავს. ზოგს ძალიან ცხენია, როგორ შეიძლება მშობელზე გაბრაზდე, ეს აღზრდიდან მოდის, ხო, ყველაფერი, მაგრამ ესეც გასავლელი ეტაპებია. ეს არც სასირცხვილო, არც არაფერი. პირიქით წერილსაც ვაწერიებთ მაგ დროს, რომ აი გაბრაზებული რო ხარ, უთხარი, რა გეწყინა, ყველაფერი დაწერე. თუ ისე ვთქვათ, გარდაცვლილია მშობელი და ვეღარ ეუნები, წერილში უთხარი. ან თუ ისე ვერ ეუნებ, ისე რაღაცეები ჯობია რომ უთხრა. ოღონდ მისაღები ფორმით, რომ ძალიან აგულია რო ატკინოთ რაღაცეები, მე თვითონ გადავამუშაო. არის რომ უნდა უთხრა რაღაცა. იმდენად მინდა რომ უთხრა, უნდა მივიდე უთხრა, ოღონდ სიყვარულით, რომ აი მე მაშინ ეს ძალიან მეტკინა. ანუ ახე ეს ეტაპი და ზოგს გონია რომ კი არ უნდა გავბრაზდე, პირდაპირ უნდა ვაპატიო და ეს შეუძლებელია. ეს შეუძლებელია. ეს უფრო დათრგუნვა და უფრო ჩაპრესვა ამ ყველაფრის, ხო? ოღონდ ნახე, ყველაფერში ხო ზომიერებაა საჭირო, უნდა გაბრაზდე, მაგრამ არ უნდა ჩარჩი, ამ მორევმა არ უნდა ჩაგიტრიოს და ზიზღამდე და იმამდე არ უნდა მიხვიდე, გაბოროტებამდე, იმიტომ მე ბოროტდები. კი. და ჩამთრევი არის. ძალიან გითხრევს ეს და ნახე რა გამოდის მე ჩვენში ნახევარი არის დედა, ნახევარი მამა. და შენ რო ვერ იღებ შენში ამას, ვერ უგებ იმას, ესე იგი ვერ იღებ, ხო? შენ თავს ვერ იღებ. და დესტრუქციული ხარ შენი თავის მიმართ. შენ თავს აზიანებ. ესეც არ იცის ხალხმა. მერერა რო დედას არ ველაპარაკები და მეზიზღება, მერე როგორ მერერა, შენ თავს ვერ იღებ. ხო. ამითი. და შენი თავისთვის კარგი ხო გინდა? აბარა. ხო და ამიტომ ესეც ნახე, აი ელემენტარული, თითქოს ელემენტარული რაღაც ფსიქოლოგიური ცოდნა, მაგრამ არ იცის ეს ხალხმა, რომ ეს სირცხვილი არ არის, ჯერ უნდა გაბრაზდე. ეს უნდა გამოხატო. და მე აი როგორც იქ იყო 4 ეტაპი, ჯერ იმ ჰავაიური იმაში, ეგრევე ბოლოში ხო ვერ გადახტები, მადლიერებაში უნდა გაიარე. და ასანანია, მაპატი, მიყვარხარ, მადლობელი ვარ. ხო? აქაც ეგრე არის. არა, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გაბრაზდე, გამოხატო, თუნდაც უთხრა, რომ შენ უხეშად არ ღვევდი ჩემს საზღვრებს. და არ გქონდა მაგის უფლება, იმიტომ მე გავიზარდე. და მე მქონდა უფლება ამერჩიას, რომელ უმაღლესში ჩამებარებია, ვის გავყოლოდი ცოლად, შენ დამაშორე იმ შეყვარებულ, შენ ამის უფლება არ გქონდა. ოღონდ ამას უკვე სიყვარულით ვეუბნები. ხო? და არა იმითი, რომ მე გაგიგე შენ, მაგრამ გაბრაზებული ვარ და გამოვხატავ ამას. მიჭირს რომ ეს გაუბრაზდი შენზე. მაგრამ მესმის რომ შენ მაშინ სხვანაირად არ შეგეძლო. ხო. როგორც იყავი, აი რაც შეგეძლო იმას მაძლევდი და ქონდა უფლება რომ მაშინ ყოფილიყავი ისეთი როგორიც იყავ. ხო. დამთავრდა. всё. ტრანსფორმაცია მომხდარი არის მანდ უკვე. კიდე გიგებ რომ მაშინ ესეთი იყო. ამიტომ ნახე თუ იგივე ბიჭმა ვერ გაუგო მამას რომ ის რატო იყო ლოთი თუ ნარკომანი და ვერაფერი მისი ბავშვობის ტრამვები ვერ დაინახა რომ იმას დააკლდა რაღაც ბავშვობაში ვერ გაზარდეს ვერ მიცეს მშობლებმა რაღაცა იმ გარემოში მოხდა ხო რაღაცა და ვერ გაუგო მამას აუცილებლად ან თვითონ იგივეს გააკეთებს მე რასაც ვერ იტანს მამაში რასაც აპროტესტებს რაც ეზიზღება მამაში ზუსტად იგივეს გააკეთებს ან იმის აბსოლუტურად საპირისპიროს და მაგაზე არის ერთი ესეთი კარგი ფსიქოლოგიური მაგალითი მოყავთ ხოლმე ძალიან საინტერესოა მაგასაც ვიტყვი რომ აიო თუ ორი ძმა არიანო ოჯახშიო და მამა არის თქვათ ნარკომანი ხო და ვერ გაუგეს ამ მამას ვერ აპატიეს საერთოდ ვერაფერი კონტაქტი ვერ შედგა
ერთი აუცილებლად ნარკომანი გამოვა და იგივეს გაიმეორებს თუ ვერაპატია და ეს ამ შემთხვევაში და მეორე ნარკოლოგი გამოვა რომ ყველას უშველოსო ანუ აბსოლუტურად იმის აპირისპირო და ნახე ეხლა თვითონ ნარკოლოგია რა თქმა უნდა კარგი პროფესია მაგრამ ის შენია შენ ხო ტრაუმულად აირჩიე ეს პროფესია და არა მართლა ის რაც შენ გინდოდა ანუ ის არ არის შენი ანუ არც ერთი ვარგა და არც მეორე იმიტომ რომ ის იმის საპირისპიროში გადავარდა ხო და საერთოდ არ ორი სხვადასხვა პოლუსი ხო იმიტომ რომ ვერ გაუგო იმას და იმას გონია რომ ის მისი პროფესია ამ დროს ის არის ტრამვული ტრამვის გამოარჩეული პროფესია და მართლა რო კითხოს იმან თავისთავად შეიძლება დიდი მხატვარია მასში და კაცობრიობა კარგავს ამ მხატვარს და ეს საერთოდ არ იცის ხო და რა მნიშვნელოვანი არის ეგ რო აღმოაჩინო რა დროულად ადრეული ასაკიდანვე ეგ შენი სრული აი ამაზე ეს არის თვითშემეცნება მეტი არაფერი ხო და ნინო იმედია მე მაგალითად შენთან ურთიერთობაში ვგზობ აი მაგ რაღაცა იმ ზის ენერგიას აი ამ ცეცხლს და რეალურად რასაც შენ საუბრობ ყველაფერს ხორცს ასხავ მართლა და ეგრე მოქმედებ და ეგრე ცხოვრობ და აი ნათელი აი ხა დღეს რაზეც ვისაუბრეთ მაგისი ნათელი მაგალითი ხარ როგორ შეიძლება ადამიანმა ეგრე იცხოვროს და იმოქმედოს და ყველა სურვილი აისრულოს და აი ხა ბგერით თერაპიაზეც დავდივარ ლიკასთან ევგენიძესთან ხო ნუ აი მრავალმხრივ გარვითარებული ხარ მაგ კუთხით და ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ აი ხა პოდკასტის მოსმენის მერეც ადამიანებს ვისაც სიტყვაზე უნდა და რაღაცის დაწყება რომ აი მიეცემა შენი სახით მაგის სტიმული რომ აი მაძეც გადავა ეს სინათლის სხივი რომ დაიწყონ შეიძლება იყოს უგახარებული ინტერესით შეხედო გაგიკვირდეს აღთოვანდა მეც ვერ ხედავ აი სხვა აი შემეცნების აი ბოლოს ყველა აი რაღაცა პრობლემა გვიდგას ან ქვეყანაში ან ურთიერთობაში მეგობრებთ ყველგან აი მე ჩამოვყვები და აი ყველაფრის ფუძე ფესვები არის თვითშემეცნება განათლება აი ეგ თუ არ განათლება თვითშემეცნება კი მაგას შეუძლია მართლა მოგცეს ცვლილება თორე სხვაგვარად ვივლით წრეზე და იქნება ეს ისევ ამ სამსარაში გაჭედილები ვიქნებით და ნახე ყოველთვის უნდა გუჯეროდეს რომ ჩვენ შიგნით არის რაღაცა უშრეტი უხილავი წყარო მადლის სიყვარულის წვისი დალოცვის ერთობის რაღაცა შემოქმედების თანაშემოქმედების ღმერთის თანაშემოქმედი ხარ ხო მის ხარ შენ შექმნილი სახე შენ ისეთი ხარ კაცო ეს როგორ უნდა დაგავიწყდეს რომ ღმერთი ხარ და ღმერთში ხარ ანუ მაგის შვილები ვართ ყველა ეს ყველაფერი შენში არის უშრეტი წყარო მთავარი იქ ჩაიხედე მეტი არაფერი ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან ვისიამოვნე და იმედი მაქვს რომ სხვაებიც მოკლედ ესე დატყვევიან ამ საუბრით როგორც მე და მეგობრებო ეს იყო შენი პოდკასტი მომავალ შეხვედრამდე მადლობა